მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Nexty. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. ის პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, სოდნის გაზიარებას და განათლებას. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი ხარდამჭერია Classroom-G პლატფორმა, რომელზეც მასწავლებლები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს ოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღსანიშნავია, რომ მათ დაამატეს რამდენიმე აპლიკაცია მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, სხვა დეტალები კი იხილეთ აღწერაში. პოდკასტის პარტნიორია Ketogen-G და მათი გამორჩეული პროდუქტი გონების ოპტიმაიზერი. საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ზეც ხშირად გვწერდნენ ხოლმე ჩვენი მსმენელები, რომ იქნებ გააკეთო ერთი ეპიზოდიო, განსაკუთრებით ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავიწერეთ ეპიზოდები ანტიკური და გვიანანტიკური ხანის იბერიისა და კოლხეთის ისტორიაზე და ეს თემა არის ქართული დამწერლობა და ძველი ქართული წარწერები და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიზოდი ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ჩვენ მსმენელს აქვს, გასცემს პასუხს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენი სტუმარია დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ეპიგრაფიკოსი ნიკოლოზ ჟღენტი. მოგესალმები, ძალიან მიხარია ჩვენ პოდკასტში რომ გვესტუმრე, მით უმეტეს ვიცი, რომ დიდი მსმენელი ხარ მწარე პოდკასტის. და ისეთი თემა მე ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად იქნება აი ამ საკითხზე მსჯელობის, ასე ვთქვათ, შესავალიც. რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საკითხია, ხო? ჩვენთან ხშირად არაფასებენ ხოლმე ეპიგრაფიკულ ძეგლებს და ზოგადად აი ამ წარწერებში რამდენი რამ შეიძლება ამოვიკითხო, რამდენი რაღაც შეიძლება გაიგო. ისევე როგორც აი თითქოს აი წყაროების გარდა, ძირითადი წყაროების გარდა, რაც არის ქართლის ცხოვრება, რასაც მოიცავს, აი დანარჩენი, რაც ამ ყველაფერს ავსებს ინფორმაციულად, რაღაცნაირად უყურადღებოდ არის ხოლმე შედარებით დატოვებული, არქეოლოგიიდან დაწყებული, მათ შორის, რომელიც ხშირად ბევრად უფრო ზუსტი ცნობების მომწოდებელია, ვიდრე ისტორიული წყაროები, ან აზუსტებს მას, ისევე როგორც არის ეპიგრაფიკა, ისევე როგორც არის პალეოგრაფია და ასე შემდეგ. და აი ვფიქრობ, რომ აი ეს საკითხი ზუსტად აი წარწერები, მათი დათარიღება, ის თუ რა ინფორმაციას გვაძლევს ისინი, ხშირად ისეთი ცნობებით ამდიდრებს საქართველოს ისტორიას, რომელიც სხვა შემთხვევაში ამ წარწერების არარსებობის შემთხვევაში ძალიან ბუნდოვანი იქნებოდა ჩვენთვის. აი პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ მაინც უნდა დავიწყოთ ქართული დამწერლობის ისტორიით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ძალიან ისეთი საკითხია, რომელზეც მთელი საუკუნეა საქართველოში მიდის მსჯელობა, მიდის გადათარიღება, გადმოთარიღება, ახალი წარწერების ოუნასთან ერთად იცვლება ხოლმე ხანდახან და ასე შემდეგ. მაგრამ აი ქართული ისტორიოგრაფია ოფიციალურ რასაც უწოდებთ ხოლმე, ხო? მეტნაკლებად შეჯერებული არის იმაზე და აი სახელმძღვანელოებში და შემდეგ ხდება ეს, რომ მე-5 საუკუნეში ბოლნისის სიონის წარწერა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არის უძველესი ქართული წარწერა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და ნუ მანამდე ვიცით, რომ გამოიყენებოდა სხვა დამწერლობებიც ასევე ქართლში, მათ შორის არამეული, რომელსაც არმაზურს უწოდებენ ხოლმე და იყო ადგილობრივი ფორმა რაღაცა, ხო? არამეულისა და არამეული მაშინ იყო ლინგვა ფრანკა, მთელი ახლო აღმოსავლეთისა, ფაქტობრივად აქემენიანთა იმპერიის შემდეგ. გამოიყენებოდა ბერძნული, გვაქვს აქა-იქა მცირე ძალიან ლათინური წარწერებიც, მაგრამ მაინც უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეყანას, რომელსაც აქვს საკუთარი ანბანი, ეს წარწერები აქვს საკუთარ ენაზე შესრულებული. და ეს ყველაფერი იწყება გვიანანტიკურ ხანაში. გვაქვს მთელი რიგი თეორიები, როგორ წარმოიშვა ეს დამწერლობა, სად წარმოიშვა, ზოგიერთი ავტორი მაგალითად ფიქრობს, რომ თქვათ ეს გაჩნდა უფრო ადრე, ზოგი ფიქრობს უფრო გვიან, ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის აი ერთ პერიოდში გაჩენილი ანბანი, მაგალითად ეთიოპიურთან და სომხურთან ერთად და ასე შემდეგ. აი რა შეგვიძლია რომ შევაჯამოთ ამ თვალსაზრისით ეს ყველანაირი ეს ინფორმაცია. მოგესალმები პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ ამჯერად სტუმრის სტატუსით ვარ, მართლაც მსმენელი ვარ და ერთგული გულშემატკივარი ვარ ამ პოდკასტის და მიხარია, რომ კონკრეტულად ისეთ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ძალიან აქტუალურია როგორც მეცნიერებაში, ისე ფართო საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს და ხშირ შემთხვევაში ცოტა ზებუნებრივი თემატიკითაც არის დატვირთული ხოლმე. და ამ შემთხვევაში ჩვენი პოდკასტი მე მინდა აი ამ პოდკასტში რაც შეიძლება დიდი ყურადღება გავამახვილოთ თუ რამხელა რესურსი დევს ქართულ დამწერლობაში, ძველ ქართულ წარწერებში. და ეს რესურსი ჯერჯერობით რომ ბოლომდე არ არის ათვისებული და კიდევ რამდენი წარწერა შესაძლოა მომავალში აღმოჩნდეს, რომელმაც შეუძლია შეავსოს ჩვენი ისტორია. თვითონ ივანე ჯავახიშვილმა, როდესაც გამოაქვეყნა საკუთარი ფუნდამენტური ნაშრომი ქართული პალეოგრაფიის შესახებ,
მან თქვა რომ ეს არის ცდელობა რომ შევისწავლო ძველი ქართული დამწერლობა. შესაბამისად ჩვენი ეს პოდკასტიც უნდა იყოს ცდელობა რომ განმარტოთ რა ეტაპზე ვართ 2026 წელს ქართული დამწერლობის შესწავლაში. მე რამდენიმე წელი არის რაც წარწერებზე ვმუშაობ, დაახლოებით 2009 წლიდან ძველ ქართულ წარწერებზე ვმუშაობ. საკმაოდ ბევრი ხანი. ხო. თუმცა და შეიძლება ითქვას, ასობით წარწერა მაქვს უკვე გამოქვეყნებული, მაგრამ ამით ჩემ თავს არ ვაქებ, უბრალოდ იმდენად ბევრი არის ქართული წარწერა და მათ შორის უცნობი წარწერა, რომ უბრალოდ შესაძლებლობა მაქვს, რომ წელიწადში რამდენიმე ათეული წარწერაც კი გამოვავლინო, შევისწავლო და გამოვაქვეყნო. ზოგადად ძველი წარწერების შესწავლაში არის ორი ძირითადი დარგი. ეს არის პალეოგრაფია და ეპიგრაფიკა. პალეოგრაფია შეისწავლის კონკრეტულად წარწერების წარმომავლობას, შექმნას, მოხაზულობის განვითარებას, ევოლუციას, ცვლილებებს და ასე შემდეგ. ხოლო ეპიგრაფიკა უფრო კონცენტრირებული არის წარწერების შინაარსზე. თუ რა რესურსი დევს წარწერების შინაარსი, წყაროწოდნეობითი ბაზა და ასე შემდეგ. ამ ხრივ მე უფრო ეპიგრაფიკოსი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა პალეოგრაფიაშიც მაქვს უკვე დიდი გამოცდილება და დიდი ხანია უკვე რაც ვაკვირდები საქართველოში როგორი წარმოდგენა და როგორი შესწავლა არის, რა დონეზე არის შესწავლა ძველი ქართული დამწერლობის. ძირითადი საკითხი არის, შეიძლება სამი საკითხი არის ქართული დამწერლობის შესახებ, აი როდის შეიქმნა, ვის მიერ შეიქმნა და რომელი დამწერლობის მიხედვით შეიქმნა. ამ ხრივ არის ნაშრომები, არიან მეცნიერები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, თუმცა უპირველეს ყოვლისა ვფიქრობ, ჯობია განვიხილოთ რა წყაროები გვაქვს ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ. გვაქვს თუ არა კონკრეტული, აი პირდაპირი წყარო, როდის შეიქმნა ქართული დამწერლობა, ვის მიერ და ასე შემდეგ. გვაქვს ორი წყარო. ეს არის მე-11 საუკუნის ქართველი მემატიანე ლეონტი მროველი და მე-5 საუკუნის სომეხი მემატიანე კორიუნი. ამ ორ მემატიანებს შესაძლოა ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ შესაძლოა ქონდეს პირდაპირი ცნობა ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, მაგრამ ამავე დროს შეიძლება არც ქონდეს და განმარტავ რატომაც. შენ განვიხილოთ ლეონტი მროველი. ლეონტი მროველის ეკუთვნის ფარნავაზ მეფის ცხოვრების აღწერა, ამაზე ძალიან კარგად ისაუბრა შოთა მათითაშვილმა შენს პოდკასტში და იქაც ისაუბრეთ ქართული დამწერლობის შესახებ, ძალიან სწორად ფიქრობ, არანაირი დამოწმებული ქონდა ჩვენ ჩვეულებრივ რაც არის ქართული ისტორიოგრაფიაში ივან ჯავახიშვილიდან დაწყებული. დიახ, და მეც განსხვავებული და არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად უნდა შევაფასო. ლეონტი მროველთან ვკითხულობთ ესეთ რამეს. ხო, ლეონტი მროველი ხა მე-11 საუკუნის მემატიანეა ვიცით და აღწერს დაახლოებით 13 საუკუნის წინანდელ ამბებს, ხო? შესაბამისად იმ პოდკასტშიც კარგად განიხილეთ, რომ სანდოობის დონე და ხარისხი არ არის მთლად დიდი. შოთა ფიქრობს რომ საერთოდ მე-9 საუკუნის არის ხო თვითონ ის ლეონტი ისა ფარნავაზის ცხოვრება და ლეონტი მროველი უფრო და ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს 10 საუკუნის წინანდელი იქნება თუ 13 საუკუნის წინანდელი. ლეონტი მროველი წერს ესეთ რაღაცას, რომ როდესაც ფარნავაზმა გამეფთა ქართლში და მიაღწია თავის საწოლდეს მოძლიერდა და ასე შემდეგ და ესე ფარნავაზი იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და აღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და შემდეგ მოდის მთავარი ფრაზა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული. აი ეს ლაკონიური ცნობაა მაინც, როგორც არ უნდა შევაფასოთ, რამდენიმე პრობლემურ საკითხს შეიცავს. ლეონტის გადასახედით ფარნავაზი იყო ჩვენ ლეონტის მიხედვით ვიცით რომ მაკედონელის თანამედროვე იყო ფარნავაზი და მერე მე-3 საუკუნეშიც გადმოდის თითქოს მისი მეფობა და ის იყო პირველი მეფეო ქართლში, რომელიც უშუალოდ ქართლოსის, ანუ ქართველების მითიური ეთნარქიის მამამთავრის შთამომავალი იყო. მანო ქართული ენაო საკუთარ სამეფოში გახადა მთავარი საკანცელერიო და საურთიერთობო ენაო და ამის მერეო სხვა ენები, ანუ ადასტურებს რომ სხვა ენები გამოიყენებოდა ქართლში, მაგრამ ამის მერეო აღარ გამოიყენებოდა ენა მარტო ქართული ენა იყო მთავარიო. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართულიო. აი აქ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, უმრავლესობა მეცნიერებისა, ისტორიკოსების ამ ფრაზას აღიქვავს როგორც დამწერლობის შექმნას, თუმცა ტერმინი მწიგნობრობა არის ძალიან ფართო გაგების.
წიგნობარ თუ ხუცეს პირობითად ხო არ იყო კონკრეტულად კალიგრაფების უფროსი ან იურისტების უფროსი და ასე შემდეგ, ხო? ვისაც კი ქონდა წიგნიერებასთან, განათლებასთან შეხება და გარკვეულ დონეს მიაღწევდა, ყველამ წიგნობარად იწოდებოდა ზოგადად. მოხელეებიც გარკვეულწილად სახელმწიფო ბიუროკრატიას წარმოადგენდა და აი მათი უფროსი იყო წიგნობარ თუ ხუცესი ამ ხოლმე, ხო? და აი წიგნობრობა იმდენად ფართო გაგების ტერმინი არის, რომ და ამან შექმნა წიგნობრობა ქართული 100%-ით მაინც ვერ იქნება, რომ აი ლეონ დემროველი გულისხმობს, რომ ამაში დამწერლობა შექმნა ფარნავაზ მეფემ. მაგრამ დაუშვათ ამ ეტაპზე, რომ ამას გულისხმობს და ეს ცნობა ესეთი ინტერპრეტაცია უნდა გაუკეთოთ ამ ცნობას. არქეოლოგიური მასალა ამას არც ადასტურებს და ცოტა არ იყოს ეწინააღმდება კიდევაც ამ იმას. მე აქვე განმარტავ, რომ როდესაც საქმე მეცნიერებას ისტორიას ეხება, მე ვარ ძალიან ობიექტური და არ მიყვარს რომ რაღაცა ოღონდ რაღაცა იდეა მომწონდეს და ყველაფერი მოვარდო იმის დადასტურებას, ხო? ისე რომ არ კონდეს რეალური საფუძველი, ხო? დიახ, და აი კორიონის შემთხვევაში ამაზე კიდე გავამახვილებ ყურადღებას. არანაირი ინტერესი მე არ მაქვს რომ უარყო, რომ აი არ მინდა რომ ფარნავაზის დროს იყო ქართული დამწერლობა შექმნილი. არა. იმაზეც ვიტყვით ივანე ჯახიშვილიც უფრო ადრეც ფიქრობდა ამას, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არქეოლოგიური მასალა, აი აღმოსავლეთ საქართველოში მით უმეტეს მიუთითებს, რომ არა თუ იყო ძველი ქართული დამწერლობა ამ პერიოდში შექმნილი ან გავრცელებული, არამედ არც კი გამოიყენებოდა. ჩვენ გვაქვს თუ არ ვცდები 60-მდე არამეული წარწერა აღმოსავლეთ საქართველოში და ბერძნული წარწერებიც არის მათ შორის აღმოჩენილი. დასავლეთში უფრო ბერძნულები არის, მაგრამ არამეულებიც არის. როგორც ახსენე, არამეული დამწერლობა მაშინდელი ძალიან საერთაშორისო ენა და დამწერლობა იყო. ცოტა უხეშ შედარება რო გავაკეთოთ, აი საბჭოთა კავშირში როგორც რუსული ენა და დამწერლობა თუნდაც იყო მთავარი lingua franco, ხო. ისე იყო არამეულის მაშინ. და შეიძლება ვიღაცა გაბრაზდეს, რომ კი რა თუ ქართველები ვიყავით, ქართულად ვლაპარაკობდით, რაღაცო გავერჩიეთ არამეული ან ბერძნული, ხომ? აქაც ცოტა უხეშედარებას გავაკეთებ, მაგრამ ცოტა მაინც ისეთი არის, რომ აი დღესაც, როდესაც ყველამ წერა-კითხვა კარგად ვიცით, ქართული წერა და რაღაც, ხო? დავკვირდეთ აი სოციალურ ქსელში რა დამწერლობით არის ჩვენი სახელები შესრულებული. როგორ ხშირად არის ჩვენ მეტყველება შემოსული ოკეი და ესეთი დღეს არის lingua franco ინგლისური, ხო? ეხლა მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენა ეგ არის. და აი კედლის არტიც რაც არის ქუჩებში, არტი რა გრაფიტი, რომ აი მიყვარ ქსარ, ესე რო წერია ხოლმე, ხო? ანუ ქვეცნობიერად იმის მაგათ რომ აი ქართულად დავწეროთ ვიღაცასთან, რომ მიყვარ ხარ, წერთ ლათინურად, ისიც არასწორად. ანუ იმის თქმა მინდა რომ დღესაც კი, როდესაც ყველა მიცით წერა-კითხვა და რა ვიცი, გვაქვს შესაძლებლობა მხოლოდ ქართულად ვისაუბროთ, წეროთ, დღესაც კი ქვეცნობიერად ვიყენებთ lingua franco-ს რა, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენას და მით უმეტეს არაფერი გასაკვირი არ არის, რომ ძველ საქართველოში მთავარ დამწერლობად გამოყენებული ყოფილიყო არამეული, უბრალოდ აღმოსავლეთ საქართველოს გულისხმობ, იმიტომ რომ, რა ვიცი, სპარსეთშიც ეგრე იყო, სომხეთშიც ეგრე იყო და მთელ აღმოსავლეთში ეგრე იყო და კი რა ელინისტურ სამყაროშიც კი ბერძნულმა მთლად ვერ განდევნა არამეული. ხო, დრომ ესეთი საჭიროება შექმნა. ასე რომ ამაზე ფაქტი არის, რომ არქეოლოგიურად არის ამოსული 60-მდე არამეული დამწერლობა აღმოსავლეთ საქართველოში და იმდენად ხშირად იყენებდნენ არამეულ დამწერლობას ყოველდღიურობაში საკანცელერო დამწერლობად, რომ საკუთარი მიმდინარეობაც შეიქმნა, ხო, არმაზულ არამეულს როსაც უწოდებთ. ანუ ეს არის არამეული დამწერლობა, რომელსაც ცოტა ასოების ფორმები აქვს შექმნილი და ბუნებრივია ეს ლოგიკურია რომ ვიფიქროთ, რომ ანუ ქართულ მეტყველებასთან შესაბამისობაში როგორღაც მოიყვანეს ეს დამწერლობა. ამაზე თამას გამყრელიძესაც კიდე მოგახსენებ ცოტა მოგვიანებით. დედოფლის გორა რომ არის, იქ მეორე საუკუნის ძეგლი, იქ კარტი ან რაღაც ბანკოსა თამაშო ისინი რო ნაპოვნი ფირფიტები, რომელზეც ფიგურებია გამოსახული და იმაზეც კი არამეულად არის შესრულებული, აი მეფერითიც თამაშობდა ალბათ თავის ოჯახთან ერთად რა ესეთ თამაშებს იმაზეც კი. ნუ ეხა მცხეთის ელიტა ესე რო ვთქვათ, ხო ეს პიტიახშების სახლი და რაღაცა ეპიტაფიაზე მნიშვნელოვანი რა არის, ხო? უბრალოდ ყოველგვარ იდოს, მაგრამ როცა იქნება, ეპიტაფია საჭირო არის და ეხა არამეულად ასრულებდნენ ან ბერძნულად და არამეულად, ხო? შესაბამისად და ეს არ ყოფილა მარტო ქართული მოვლენა, რომ აი არამეული დამწერლობა ჩვენ მეტყველებას მოვარგეთ და რაღაც. სომხეთშიც ასე. სომხეთშიც, სპარსეთშიც ეგრე იყო და ანუ ეს პრაქტიკა არის, საერთაშორისო პრაქტიკა არის. ამგვარად რომ ისე გავიგოთ ლეონ ტემბროველის ცნობა, რომ ძველი ქართული დამწერლობა შექმნილი არის
ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე ან მეორე მეოთხე ან მესამე საუკუნეში არქეოლოგიურად ეს არ დასტურდება. ზოგადად თვითონ ფარნავაზის პიროვნება ამაზე კარგად ისაუბრეთ მაშინ, რომ ეგეც არ დასტურდება, რომ აი ლეონტი როგორ ფარნავასაც აღწერს და რომელ ფარნავასაც აღწერს, არქეოლოგიურად ეგეც არ დასტურდება, რომ აი იმ პერიოდში ცხოვრობდა. ზურაბ რაგვაძე თუ არ ვცდები ფიქრობს, რომ მეორე საუკუნეში რომ ფარნავაზი იყო და იბერიის პირველ საუკუნეში, რომაულ წყაროებში რომელიც არის მოხსენიებული კანიდიუს კრასუსის შემოსვლის დროს იმაში იბერიაში. როგორც ვიცი არქეოლოგიურად დასტურდება იბერიის სამეფო, ანუ ქართლის სამეფოს აღმავლობა. და აღმავლობაც ეგ არის. ამ პერიოდში. ასე რომ თვითონ ფარნავაზიც ძალიან ესეთი საკითხი არის, პრობლემური საკითხი. ნახევრად მითიური ფიგურაა. ხო და თვითონ არქეოლოგიურადაც ფაქტია ჯერჯერობით რომ მეხუთე საუკუნემდელი ქართული წარწერა არ არის აღმოჩენილი. ეხლა შეიძლება ჩვენი მსმენელი ვინც ასე თუ ისე ერკვევა ქართულ დამწერლობაში ცოტა პროტესტის გაუჩნდეს რომ აბა ნეკრესის წარწერები აბა დავათისტელა ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ. უგონ წისწრებით მაინც ვიტყვი რომ ჯერჯერობით არქეოლოგიურად მეხუთე საუკუნემდელი ქართული დამწერლობის ნიმუში არ დასტურდება. და ამასაც მოგახსენებ რატომაც. ამგვარად ლეონტი მროველის ცნობა ქართული დამწერლობის შესახებ აი მაგით ვთქვი რომ პარადოქსულია რომ პირდაპირ გვეუბნება თითქოს, მაგრამ ისეთ ტერმინს იყენებს, რომელიც არ არის აუცილებელი რომ ამაში გვიგულისხმოთ მაინც და მაინც, ხო, ვერ დააბრალებ მაინც და მაინც რომ აი მან დაწერა ზუსტად ასე, ხო. ხო, აი ეს ამ პრობლემის წინაშე ვართ, რომელიც გადაწყვეტილი არ არის და მეც არ მაქვს არანაირი ინტერესი რომ აი ფარნავაზმა არ შექმნა ქართული დამწერლობა, არანაირი ხო, უბრალოდ უნდა გქონდეს დასაყდენი რაღაცა ხო ამისთვის კი. კი, შეგვიძლია პირდაპირ გავიგოთ ესა და სხვათა შორის ერთ-ერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფარნავაზის დროს არის შექმნილი, მაგრამ უარყოფს იმ თავარ მიზეზს, რომ აი არქეოლოგიურად რო არ არის და პირიქით არათუ არ არის დადასტურებული. იმდენად ხშირად ვიყენებდით არამეულ დამწერლობას, რომ საკუთარი მიმდინარეობა შექმნით და ეხლა თუ ფარნავაზმა ეს ქართული დამწერლობა შექმნა მთავარი ენა ქართული გახადა, რატო არ აისახება ეს ნივთიერ კულტურაში და რატო აისახა 13 საუკუნის შემდეგ დროინდელ მემატიანესთან, ხო? ბუნებრივია საეჭვო არის. მოკლედ ესეთ პრობლემა არის ქართულ წყაროსთან მიმართებაში. მოკლედ მეოთხე საუკუნის ბოლოსა და მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა ძალიან ცნობილი აი მწიგნობარი პირდაპირ გაგებით სომეხი მწიგნობარი მესროპ მაშტოცი, რომელიც იყო ქრისტიანობის ძალიან აქტიური მქადაგებელი. ჩვენ არ უნდა მივიღოთ რეალობა ისე, რომ აი რახან სომხეთმა მიიღო ოფიციალურად ქრისტიანობა, ქართლმა მიიღო ოფიციალურად ქრისტიანობა, ყველაფერი წამში შეიცვალა და უცებ ყველა ქართველი და სომეხი გახდა ესეთი მწიგნობრული ქრისტიანული მოძრაობის მიმდევარი. ეს პროცესი კიდე საუკუნეები მიმდინარეობდა საბოლოო ჯამში გაქრისტიანების და იმ ფორმით გამოვლინდა როგორც იყო მერე. ასე რომ ეს ქადაგებლები ძალიან გააქტიურდნენ სწორედ ქრისტიანობის მიღების შემდეგ. რომ კი ოფიციალურად სახელმწიფოება მიიღეს, მაგრამ ხალხში ხო გასავრცელებელია ესა და ძალიან გააქტიურდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო მესროპ მაშტოცი და როდესაც ის გარდაიცვალა მეხუთე საუკუნეში მისმა მოწაფემ კორიუნმა დაწერა მისი ცხოვრება. ეს მეხუთე საუკუნის ისტორიკოსი არის. სამწუხაროდ თვითონ აი მით უმეტეს ეგეთი ძველი დროინდელი მემატიანების ორიგინალები, დედნები, მასთი ნაწერი შემორჩენილი არ აქვს. გადაწერების არის ხო? ხო, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ეგრე არის და კორიუნის თხზულებების რამდენიმე რედაქცია არის, რამდენიმე ვერსია არის. თუ არ ვცდები უძველესი მე-14 საუკუნის არის და მოკლე რედაქცია არის. და არის მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნის რედაქციები უფრო ვრცელი. და აი ამ ვრცელ რედაქციაში წავიკითხავ თუ არ ხარ წინააღმდეგი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირდაპირ ცნობა გვაქვს ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ. როდესაც სივნიეთში, ანუ ქვემო ქართლის კიდე სამხრეთ პერიფერიებში იქადაგა მესროპ მაშტოცმა ქრისტიანობა, კორიუნი წერს, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ქრისტეს საყვარელმა მაშტოცმა განიზრახა ეზრონა ბარბაროსულ მხარეზე და დაიწყო ქართული ენისათვის ასო ნიშნების შექმნა, უფლისაგან მისთვის მინიჭებული მადლით. დაწერა, დაალაგა და წესისაბერ გამართა. თავისი მოწაფეებიდან რამდენიმე საუკეთესო წაიყვანა თან, წავიდა და ჩავიდა ქართველთა მხარეში, მივიდა და წარუდგა მეფეს, რომლის სახელი იყო ბაკური და ქვეყნის ეპისკოპოსის სახელი მოსე. და უმეტესად დაემორჩილნენ მას ღვთაებრივი მოძღვრების თანახმად, მეფე და ჯარი, მთელი გავარები თუ გავარები, ანუ პროვინციები. მან თავისი ხელოვნება წარმოაჩინა, დამოძღვრა და დაარწმუნა ისინი.
ისე რომ ყველა მითავა მისი სურვილის აღსრულება. მერე ძალიან მნიშვნელოვანი არის. პოვეს ერთი კაცი ქართული ენაზე მთარგმნელი, რომელსაც სახელად ჯაღას უწოდებდნენ. კაცი განათლებული და ჭეშმარიტების მორწმუნე. ამის შემდეგ ქართველთა მეფემ ბრძანა თავისი სამფლობელოს სხვადასხვა მხარეებიდან და შერეული გავარებიდან, ანუ პროვინციებიდან, შეეკრიბათ ბავშვები და მოძღვრისათვის მიებარებინათ. აქ ცოტა საინტერესო მომენტი არის, დღევანდელი მოსწავლეებიც შეიძლება აღიქვანეს ამბავი. ვინც მან მიიღო ეს ბავშვები, სწავლის ქარცეცხლში გადაისროლა. სულიერი სიყვარულის გზნებით და ასე შემდეგ. მოკლედ, რას ვიგებთ ამ ცნობიდან? რომ სივნიათში ქადაგების შემდეგ მესროპ მაშტოცი ჯერ არ არის ქართლში მოსული და ღვთაებრივ, ანუ უფლისგან მინიჭებული მადლით მან შექმნა ქართული დამწერლობა. მერე გამოდის ის ქართლში, ხვდება მეფე ბაკურს, აქაურ მთავარეპისკოპოს მოსეს, ქადაგებს ქრისტიანობას, ამაში ქრისტიანობის ქადაგებაში არაფერი მიუღებელი და გასაკვირი არ უნდა იყოს. შემდეგ უკვე იპოვეს ერთი კაცი, ქართულად მთარგმნელი, რომელსაც სახელად ერქვა ჯაღა. და ანუ ერთად რაღაცას ქადაგებენ, მუშაობენ, განათლება მიდის და ესე ბედნიერად ბრუნდება სომხეთში, იქაურ ეპისკოპოს საჰაკს ხვდება კათოლიკოს და ერთად აღავლენენ ლოცვას, რომ ესეთი კაი საქმე შესრულდა. ეხლა რა ხდება? ეს არის ვრცელ რედაქციაში. ყველაზე ძველი ვრცელი რედაქციის არის 1672 წლის. ამ ზოგადად მესროპ მაშტოცის ცხოვრებაზე, მის კორიონის თხზულებაზე და იმაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარს არმენოლოგ ხათუნა გაფრინდაშვილს აქვს ძალიან კარგი დისერტაცია დაცული და მეც რა თქმა უნდა იქიდან ხელმძღვანელობ, ატვირთული არის ინტერნეტში, ნებისმიერ შეუძლია ვისაც დაინტერესებს წაიკითხოს და დეტალურად აქვს შესწავლილი ეს რედაქციები, სად რა ცნობა არის და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ და ეს რა თქმა უნდა მანამდე სხვა ისტორიკოსებიც მიაქციეს ამას ყურადღება, რომ აი მე-14 საუკუნის მოკლე რედაქციებში და უფრო ძველ რედაქციებში, ხო? მსგავსი პასაჟი საერთოდ არ არის, რომ მესროპ მაშტოცმა ქართული დამწერლობა შექმნა. ეხლა ამაში არაფერი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უცნაური მიუღებელი არ იქნებოდა, რომ მას შექმნა ქართული დამწერლობა. უბრალოდ თვითონ ტექსტშივე ეწინააღმდეგება ამას რაღაცეები. ჯერ ერთი რომ ეს პასაჟი არის გამრცობილ ვარიანტში, გვიანდელში, რაღაც მე-17, მე-18, მე-19 საუკუნის ხელნაწერებში და სხვათა შორის სხვა სომეხი ისტორიკოსებიც ამბობენ ამას, რომ ქართველების დამწერლობა, ალბანელების დამწერლობაც მერე უფრო შექმნა მესროპ მაშტოცმა, მაგრამ იმათი თხზულებებიც იმ გვიან რედაქციებს ეკუთვნის გვიანდელ პერიოდს და ადრინდელ სხვა ისტორიკოსების, აი ლაზარე პარფეცი და იმათთან, მსგავსი პასაჟი მესროპ მაშტოცზე ყველა ლაპარაკობს, არ დიდი პიროვნება იყო სომხეთის ისტორიაში, მაგრამ მსგავს არაფერს არ ამბობენ, რომ ქართული დამწერლობა შექმნა მან. ასე რომ, აი სუფთა რედაქციულად რო შევხედოთ და ხელნაწერების მიხედვით, არის ძველი ხელნაწერი, რომელიც რა თქმა უნდა უფრო ახლოს არის დედანთან, მე-5 საუკუნეში დაწერილ რედაქციებთან და არის გვიანდელი, რომელიც გაცილებით უფრო შორს არის და გვიანდელში გვხვდება ეს პასაჟი ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, ადრინდელში არ გვხვდება და აი როგორ ხდება, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მე-5 საუკუნეში დაწერა ეგა, მე რატომღაც შუა საუკუნეებში, აი მე-14 საუკუნეში თუნდაც ამოაგდა სომხებმა თვითონ ეს რო არ გვჭირდებაო და გვიანდელში ისევ ჩააბრუნეს, ხო, ძალიან არალოგიკური არის. ამაზე ყურადღება ჯერ კიდევ ძველმა მეცნიერებმა გააკეთეს აქცენტი და ამის გამო ჩათვალეს, რომ ძალიან არასანდო არის და თვითონ მესროპმა რომ ქართული ენა არ იცოდა, ეგ ამის აღიარებული ფაქტი არის მეცნიერებაში. აქაც წერია რომ ანუ ღვთისგან მინიჭებული მადლით, ნუ ეხა პროვიდენციალური მეთოდში ეს ხდება, რომ ყველაფერი ღვთისნებით ან დაშვებით ხდება და თითქოს რაღაცა სულთმოფენობის პასაჟი არის, რომ აი მოციქულებმა რო არ იცოდნენ არ იცოდნენ უცხო ენები, სადაც უნდა ეკადაგათ, სულთმოფენობა მოხდა, წმინდა სულიწმინდა მოეფინა მათ და ამეტყველენ სხვადასხვა ენებზე, ხო? რაღაცა მსგავსი პასაჟი აქაც გატარებული, რომ ის ჯერ კიდევ სომხეთში არის, არ არის ქართლში მოსული, ღვთაებრივი მადლით რაღაცა ქართული დამწერლობა შექმნა, მე რაღა მოდის ქართლში და აჰა თქვენ დამწერლობა. და ვინც ენა არის ის შეუძლებელია იმაზე დამწერლობა შექმნას, ხო? ამაზეც ვისაუბროთ, ზოგადად დამწერლობა შექმნისთვის არის საჭირო, ხო? ხო და თვითონ რედაქციულადაც უარყოფილი არის და გვიანდელ ჩამატებად არის აქმული, მithumetes მაგ პერიოდში
სომხური ლიტერატურა ცოტა გააქტიურდა იმ მიმართულებით, რომ ეს სომხური ეროვნული ელემენტები წინ წამოეწიათ სხვებთან შედარებით. ეს ბუნებრივიც არის, ხა სახელმწიფო ბევრი რაღაცა სომხებს უდიდესი კულტურა აქვთ. და ჩვენც თავისთავად ხო, ანუ არანაკლები და რაღაც ხრივ არის სომხური კულტურა უპირატესი, რაღაც ხრივ ქართული კულტურა უპირატესი და ეს ბუნებრივი ამბავი არის და თვითკმარი კულტურა უნდა გქონდეს. ანუ ჩვენ რაც გვაქვს ყველაფრით ამაყებიც უნდა ვიყოთ, თვითკმარი უნდა იყოს, ზედმეტი არ უნდა დავიბრალოთ და ეს რა თქმა უნდა ქართველებსაც გვახასიათებს, სომხებსაც ახასიათებს და ყველა პატარა ერის და არა მარტო პატარა ერის ციერების სინდრომია ხო. ხო და მე თვითონ ამავე წყაროში წერია რომ იპოვეს კაცი ჯაღა, რომელიც ქართულზე თარგმნელი იყო და ეხა აქაც დასტურდება რომ ესტროფმა არის ის ქართული ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე, რომ ეკადაგა ქართველებში და ესწავლებინა იმ ბავშვებს, სწავლის ქართცეცხლში გაეტარებინა, ხო? შეიძლება პრინციპში თუ არ იცოდა ქართული კარგად, ქართცეცხლი აღმოჩნდებოდა ბავშვებისთვის, მაგრამ ეხა, როდესაც დამწერლობა უნდა შექმნა, არ არის ხო, ერთი კაცი დაჯდეს და მოდი აი A იყოს ესეთი მოხაზულობის, B იყოს ესეთი მოხაზულობის და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან სერიოზული და შრომატევადი პროცესი, რომელშიც უნდა ჩაერთოს უპირველეს ყოვლისა დღევანდელი გაგებით ენათმეცნიერი, ფილოლოგი, გრაფიკოლოგი, უცხოენების მცოდნე, უცხოდამწორლებების მცოდნე, მათემატიკის მცოდნე აუცილებლად, ასტრონომიის მცოდნე. იმიტომ რომ როდესაც ანბანს შეთესებული აქვს რიცხვითი მნიშვნელობაც, რა თქმა უნდა გამოთვლებიც მე მაგითი ხდება, სანამ არაბული ციფრები გავრცელდებოდა რაღაცა და ბუნებრივია საჭირო არის რომ აი უზარმაზარი შრომა ჩაიდოს დამწერლობის შექმნაში. და მით უმეტეს ერთხელ უნდა მოხდეს ეს კანონების გამართვა, ხო? ეხლა რო ეტყვი რომ აი Q არის 20 რიცხვით მნიშვნელობა აქვს 20. ხო არ იქნება რომ ეს 100 წელი გავიდეს და მოდი Q იყოს 30. რა აირევა მე ყველაფერი. ასე რომ ჩვენ ამ თავითვე არ უნდა შევხედოთ დამწერლობის შექმნას, როგორც აი ერთი კაცი გენიალური კაცი დაჯდა და იმუშავა ამაზე და შექმნა. ეს უნდა ყოფილიყო რაღაცა ჯგუფი, აი მართლა ბევრი პროფესიონალისგან შეკრებილი და რაღაცა პერიოდი მაგრად უნდა ემუშავათ და შეექმნათ ეს დამწერლობა და ნუ ხო გამორიცხულია ადამიანმა ენა არ იცოდეს და დაჯდა ერთი კაცი და შეადგინა ამბავი. აი იმ ჯგუფშიც ფილოლოგიც უნდა ყოფილიყო როგორი რომ აი კი ქართლში ესეთი კილო გვაქვს, მაგრამ ფშავში როგორი კილო არის, იქ როგორი კილოა, იქ აი რომ ყველა შეთავსებული უნდა ყოფილიყო. ეხლა დღემდე პროვინციებში რა სხვადასხვა მხარეში გამოიყენება ისეთი ბგერები ის ხუთი ბგერა რაც ამოღებულია 100 რაც ამოღებულია ჩვენი ანბანიდან ლიტერატურული და რაც უკვე ამოვიდა მე ხო აი ხარი რაც ვიცით ხომ არის ქ-ს და ხ-ს ერთიანობა და ნუ კუთხეებში იყენება იოტიც ხო აი რო არის ვიე და ასე შემდეგ და მით უმეტეს მაშინ ეს ეხა ამოღებული არის და დიდად საჭიროება აღარ არის მაგის გათვალის არც ვითვალისწინებთ მაგრამ მაშინ ხო ეგ იყო მთავარი შესაბამისად იმის თქმა მინდა რომ კორიონის ცნობა ძალიან ბევრ იმას შეიცავს ლაკუნას შეიცავს და ვერ იქნება ესეც ცნობა. ხო, ეგეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორიუნის გვიანდელი ხელნაწერები, თორე შეიძლება ორიგინალ კორიუნთან საერთოდ სხვანაირად ყოფილიყო. ეხლა ამასთანავე ნახე, ქართველებს და სომხებს შორის მოხდა მე-7 საუკუნეში დიდი განხეთქილება, ხო, საეკლესიო და ანუ ეგ საეკლესიო განხეთქილება მაშინდელი სასწავლო დიდი მასშტაბის არის, ვიდრე აბრაამ სომეხთა კათოლიკოსის ეპისტოლე. ხო, აი დღესაც რომ მოხდეს რაღაცა საეკლესიო განხეთქილება პირობითად ჩვენსა და ბერძნებს შორის პირობითად ვამბობ, ხო? ანუ ჩვეულებრივ მოსახლეობაზე ეს ისე მტკივნეულია და ვერ იქნება როგორც მაშინ იყო. აი მაშინ ძალიან მტკივნეული განხეთქილება იყო და მთელი ეპისტოლეთა წიგნი არის მიმოწერა არის რომ აბა იქნება რაღაცა არ მოხდეს ამ პირიქით რაღაცა დიდი პაექრობა აწეული მერეც თამარ მეფის დროს და ის საეკლესიო კრება მანამდეც უფრო ბაგრატის დროს რუის კრების ეგრეთ წერაშიც კი არის გარკვეულწილად ეს პასაჟი ქართველების და სომხების სარწმუნოებელ განსხვავებას მიეძღვნა ძალიან ბევრი ადგილობრივი საეკლესიო კრება და ვერავინ ვერ აუვლიდა ამას გვერდს, იმიტომ რომ ყოველთვის ახლა თამარის დროს ვცდილობდნენ რომ აი სომხები ძალიან ბევრი მართლმადიდებლობა მიეღოთ, რომ ამით გაქართველებულიყვნენ და რაღაც შედეგს მიაღწიეს კიდევაც ამით. ანუ ძალიან აქტიური პროცესი არის და არსად ზაქარია მხარგრძელი არა, მაგრამ ივანე მართლმადიდებელი. ხო, ზაქარია შეინარჩუნა, ივანე მართლმადიდებელი გაქართველდა, ესე რომ ვთქვათ. იმის თქმა მინდა რომ არსად არც ეპისტოლეთა წიგნში, არც არსენის აფარელთან რომელმაც დაწერა განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა ეპისტოლეთა წიგნი მსმენელები თუ არის სახსნათ რომ არის ქართველი და სომეხი ეს კათოლიკოსების სასულიერო პირების მიმოწერა, ანუ ეპისტოლეები, აი კამათი მიდის რომ ჩემი სარწმუნოება მართალი არა ჩემი და ასე შემდეგ და იქ რაღაცა დასაბუთება მიდის უპირატესობების, აი რითი არის უპირატესობი ესა და ესა და არსად
მესროპ მასშტაბში არ იხსენიება ქართული დამწერლობის შექმნა. სომხები არსად არ ახსენებენ, რომ მან დამწერლობა შექმნა და ეხლა ესეთი უპირატესობა ქონოდა, რომელიც გამოყენ კოზირი ეგრეთ წოდებული შეუნდა, არ გამოიყენებთ ცოტა საეჭვო არის. არსენი საფარალთან არის თუ არ ვცდები, ერთადერთხელ მოხსენიებული მესროპ მასშტაბში, მაგრამ იქაც მოხსენიებულია როგორც ქრისტიანობის გადაგებელი და არა დამწერლობის შექმნელი. და სხვათა შორის არის კიდე ესეთი აზრი, რომ თვითონ მესროპ მასშტაბს ეს გამორჩა ბოდიში მან შექმნა სომხური დამწერლობა 411 თუ 412 წელზე არის ესეთი აზრი რომ ამ დროს შექმნა ქართული სომხური დამწერლობა და ეს შემდეგ უკვე ქართული და ალბანური ეს ბოდიში მსმენელს გამორჩა და ის მიჩნეული არის სომხური დამწერლობის შემქმნელად მაგრამ მეცნიერებაში ასევე არსებობს სერიოზული მოსაზრება რომ ის არა სომხური დამწერლობის შემქმნელი, არამედ რეფორმატორი იყო. სომხურ დამწერლობაში მანამდე ეტყობა თავდაპირველ ვარიანტში არ იყო ხმოვნებიო და ანუ ვინც ძველ ქართულ წარწერებში ერკვევა დაქარაგმებით ეგრე არის რომ ბგრტრო წერია ბაგრაც ნიშნავს და ანუ რა ის რაღაც პერიოდში შეიძლება მართლა ვერ ხედავდნენ სხვა დამწერლობებშიც ყოფილა რომ ანუ ხმოვნები არ იყო. მე როგორც ჩანს საჭიროება მოიტანა და ხმოვნები დაამატეს და ზოგი ფიქრობს რომ მესროპმა სწორედ ეგ ქნაო და არა მთლიანი დამწერლობის შექმნა. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ეხლა ლეონტი მროველზეც ვისაუბრეთ, ხო? ლეონტი მროველზი ხშირად შეფასებულია არმენოფილად, ხო? კი. იმიტომ რომ ის ამბობს რომ ქართლში სომხურად ლაპარაკობდნენ, ხო, რაღაც პერიოდი. კი. აი ფარნავაზამდეა, ხო, რა. ასევე ამბობს რომ უფროსი ძმა ჰაუსი, ხო, აი როდესაც კავკასიის ეთნარქების ისტორიას ქმნის, ანუ მამამთავრების და ეს ბიბლიური მას უკავშირებს თარგამოს და რაღაცა იქ ამბობს რომ უპირატესი და ყველაზე უფროსი ძმა იყო ჰაოსი, ანუ სომხების მამამთავარი, შემდეგ იყო ქართლოსი და სხვები ლეკოსი და ასე შემდეგ, ხო? ანუ რუისის, ანუ ცენტრალური საქართველოს ეპისკოპოსი მე-11 საუკუნეში წერს მაგას, ანუ ქმნის, ხო, არ ვიცი რას ეფუძნება მისის ყველაფერი, ფაქტია რომ მის ხელში არის რას დაწერს. და მაგას წერს რომ სომხების მამამთავარი იყო უპირატესი ძმა, ქართლოსი უფროსი და ის იყო ყველანაირად უფროსი. ნუ ამის გამო ხშირად იმას არმენოფილობას აბრალებენ, მაგრამ ეხლა მას რო სოდნოდა რომ მართლა ქართული დამწერლობა შექმნა მესროპ მასშტაბმა. რატო დააბრალებდა ამას ფარნავას და არა დაწერდა ანუ არ ერიდება სომხური ელემენტის წინ წამოწევას და რატო არ ახსენა ეგეც საეჭვოა. ასე რომ აი ამაში მდგომარეობს ისა პარადოქსი წყაროების შემთხვევაში რომ გვაქვს ორი ცნობა იდეაში რომელიც პირდაპირ გვეუბნება როდის ვის მიერ შეიქმნა ქართული დამწერლობა, მაგრამ ამავე დროს არც არაფერი არ ქონია ეგრე გამოდის. კი. ისე უნდა მიმართოთ არქეოლოგიას, ეპიგრაფიკას, პალეოგრაფიას, რომ რაღაცა ცოტა უფრო ახლოს მივიდეთ რეალობასთან. ხო, აი მაგაზე აუცილებლად გადავალ, მანამდე უბრალოდ ვიტყვი რომ ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ, ეს ჩემი ორიგინალური შევლობა არ არის. და მე კონკრეტულად ეხლა რა ვიცი რამდენიმე წიგნის თანაავტორი ვარ, ორი წიგნის ავტორი ვარ, სტატიების ავტორი ვარ, მაგრამ არსად არ წერ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ. ანუ კონკრეტულად ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ. მე ვიცნობ უბრალოდ ლიტერატურას, თვალს ვადევნებ ამას. ქართული ისტორიოგრაფიაში რაც არის დაწერილი და მიღებული, ეს მოკლედ არის იმის შეჯამება. ხო, ანუ ველოსიპედს მე აქ არ ვიგონებ. რაც არის ნათქვამი და რაც ყველაზე ლოგიკურია, იმას ვაჟღერებ და ხო და ხა ნიკომარი თავის დროზე დაინტერესდა ამ საკითხით, კორნელი კეკელიძე, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილი და ნუ ბევრი დაინტერესდა, უბრალოდ გამორჩეულ მეცნიერებს გულისხმობდა. ნიკომარმა გაიზიარა უფრო ნაწილობრივ იზიარებს მესროპ მასშტაბის ცნობას, ასევე იზიარებს ნაწილობრივ ლეონტი მროველის ცნობას და ესეთი გამოსავალისავით შემოგთავაზა რომ ჩვენ ვიცით რომ არის ასომთავრული დამწერლობა, მერე განვითარდა ნუსხური დამწერლობა და მერე მხედრული. ერდროულადაც მაგრამ რაღაცა ქრონოლოგიურად ეგრე იყო. ნიკომარი ფიქრობს რომ მხედრული იყო სწორედ აი ის დამწერლობა რომელიც შექმნა ფარნავასმა. მოხაზულობის გამო ასე შემდეგ რაღაცა. და თვითონ ასომთავრული უკვე მესროპ მასშტაბს უკავშირებს. ნუ ფაქტია ესე ფიქრობდა. ეხლა კორნელი კეკელიძე ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს ამაზე იზიარებს რომ მესროპმა შექმნა ქართული დამწერლობა. ოღონდ უბრალოდ ბოდიშს ვიხდი არასწორად თქვი. ის ფიქრობს რომ მას შემდეგ რაც მესროპმა შექმნა სომხური დამწერლობა 412 წელს
მერე ქართველებმა მიბაძეს მას, შეიქმნა გარკვეული კომისია, რაც მე ვთქვი რაღაცა სწავლულების კომისია, სადაც მესროპი იყო მიწვეული სპეციალისტი, დღევანდელი გაგებით რო თქვა და ეს საერთო შრომით შეიქმნა ქართული დამწერლობა. და ამიტომ გავსო მოხაზულობა. კიდე ბევრი რაღაც აქ აი ივანე ოქროპირის ქადაგებებს იმოწმებს, სადაც ივანე ოქროპირი ამბობს, რომ აი ისე გავრცელდა ღვთის სიტყვა ამ გუთებში, იმაში, ამ ხალხებში და ზოგან ამბობს, რომ საკუთარ დამწერლობაზე და რაღაცას ახსენებს. და საქართველოს არ იხსენიებს, შესაბამისად, აი ივანე ოქროპირის მოღვაწეობის პერიოდში, მეოთხე საუკუნის პერიოდში არ იყო ქართული დამწერლობა შექმნილია, მაგრამ ახლა იმ ქადაგებაში სკვითებიც იხსენიებიან და ახლა სკვითები ხო ხშირად განზოგადებული იყო ქართველებზეც სომხებს და რაღაცა, ხო? ასე რომ ძალიან საინტერესო მსჯელობა არის, მაგრამ ესეთი გამაგრებული არგუმენტები მას თითქოს არ აქვს. ახლა ყველაზე ვრცელი ნაშრომი დღემდე ქართული დამწერლობის შესახებ აქვს ივანე ჯავახიშვილს. ივანე ჯავახიშვილი როგორი გენიალური მეცნიერი იყო, ახლა ყველამ ვიცით, აი ვიცით რომ აქვს ქართული ერის ისტორია, ქართული სამართლის ისტორია, ეკონომიკის ისტორია, დამწერლობაც მცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია, რაზეც ახლა უნდა ვისაუბრო, სიგელმცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა, ქართული ავეჯის ისტორიაც აქვს შესწავლილი და ქართული მეღვინეობაც, რა თქმა უნდა, ანუ უნიჭიერესი და აი მის ნაშრომებს რო ვკითხულობ, ხანდახან მგონია რომ ან ხელოვნური ინტელექტი ქონდა, ან Google ქონდა, იმიტომ რომ იმდენი ნაშრომი აქვს უცხოენოვანი გერმანული, ფრანგული, სომხური დამოწმებული. აი როგორ შოულობდა, როგორ ასწრებდა ამას, აი გაკურებული ვარ. რა დღეს უფრო მარტივია გაცილება, ხო? ხო და ერთადერთი ესეთი მრავალმხრივი შრომა ქართულ და კონკრეტულად ქართულ დამწერლობას მიუძღვნა ივანე ჯავახიშვილმა. ქართული პალეოგრაფია, ანუ დამწერლობა ცოდნეობა, ესეც სათაური არის და იქაც ეს კაცი უდიდესი ქართველი მეცნიერი, ამას ეს არის მცდელობა. რომ აი პირველი მცდელობა და ესეთი ყველაზე დიდი მცდელობა შევისწავლოთ ესა. ეხლა ბევრ რაღაცას განიხილავს, ის იწყებს ხაზოვანი დამწერლობა, იეროგლიფები, ლურსმული, ყველაფერს ერთად განიხილავს, მიმოიხილავს რაღაცა და საბოლოო ჯამში ესეთ რაღაცას ასკვნის, რომ ლეონტი მროველის ცნობაო ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, რომ ფარნავაზმა შექმნა, არ არის ანდო. მიუხედავად იმისაო, რომ მე-6 საუკუნემდე ქართული დამწერლობის ნიმუშები არ იყო გამოვლენილი მის დროს. მიუხედავად ამისაო, სომხურიდან გამორიცხულიაო არ იქნება შექმნილი, იმიტომ რომ თანმიმდევრობა ელემენტარული სომხურში სხვა არის, ქართულში სხვა არის ასოების. უფრო არისო ბერძნულთან ახლოს დგომიო. მაგრამ ბერძნულზე უფრო არამეულთან და სემიტურთან. და საბოლოო ჯამში ასკვნის, რომ მაინც ბერძნულს ჰქონდა რაღაც დიდი გავლენა ქართულ დამწერლობაზე და ბერძნულ დამწერლობაში ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში ერთ-ერთმა ასომ შეიცვალა ისა მდებარეობა, ასო ვ. და ქართულში იგივე დარჩაო, იგივე ადგილას დარჩაო. შესაბამისადო ქართული დამწერლობაო ჩვენ წელთაღრიცხვამდე სადღაც მე-7 საუკუნემდეა შექმნილი, რა უფრო მე-8 საუკუნეშია. ასე რომ ის მართალია უარყოფს მესროპ-მაშტოცსაც და ფარნავაზსაც როგორც შემქმნელებად, მაგრამ ძალიან უკან გადააქვს კიდე ქართული დამწერლობა რაღაცა მიზეზების გამო და ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს არის, რომ ბერძნულის მიხედვით იყო დალაგებულიო, მერე ბერძნულში ასო ვ შეიცვალა, ადგილმდებარეობა და ქართულში დარჩაო. ესე იგი ამ დროს უკეო ქართული ისე ჩამოყალიბებული იყო, რომ აღარ ჭირდებოდა ბერძნულის მიხედვით ქცევის შეცვლა, ხო? და ასევე ამბობს, რომ ყველა დამწერლობასო, აი ანბანურ დამწერლობასო, წინამორბედიო, მრგოლოვანი რაც არისო, წინამორბედი აქვს კუთხოვანიო. და ეხა იმაშიო, რა ქვია, ბოლნისის სიონშიო ისეთი მრგოლოვანი დამწერლობა გვაქვს, რომ უკვე კარგად ჩამოყალიბებული დამწერლობა, ესე იგი საუკუნეებით ადრე უკვე შექმნილი არისო და აი საუკუნეებით ადრე კუთხოვანი დამწერლობა იქნებოდა და მერე დამრგვალდაო. აი ამ თეორიამდე მივიდა ივანე ჯავახიშვილი. მერე კიდე იყო გარკვეული მცდელობები და დაკვირვებები ქართულ დამწერლობაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოიცა 1989 წელს თუ არ ვცდები, თამაზ გამყრელიძის ნაშრომი, სადაც აი ქართულ ამბანს სისტემის და ყველაფრის მიხედვით ეს ენათმეცნიერი იყო თამაზ გამყრელიძე, მერე აკადემიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის დირექტორი, ისა ხელმძღვანელიც იყო და ასკვნის რას, რომ აი რო შეუდარა სხვადასხვა დამწერლობებს, ქართული დამწერლობაო შექმნილი არის ბერძნული დამწერლობის მიხედვითო, ოღონდ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგო. ანუ სუფთა ენათმეცნიერულად, გრაფიკულად ესე ამ კუთხით მან ესე დასკვნა მიიღო. და სხვათა შორის მერე უკვე ესეთი რაღაც, ანუ ლეონტის ცნობა
გამოდგა მისთვის რომ ჰაერში გამოეკიდა, ხომ, რომ რახან მის მიიჩნევს რომ ქრისტიანობის შედეგი არის ქართული დამწერლობა, აბა ლეონტი რაღაც გულისხმობს. თამას გამყოლზე ესეც საინტერესო ახსნას გვთავაზობს, რომ ამაში იგულისხმება არმაზული არამეულის შექმნა. ანუ ქართული კულტურა და პოლიტიკა მივიდა იმ დონემდეო, რომ ქართული მეტყველება შეუსაბამია, ეს ლოგიკურია. ის ამობს, რომ ამ შემთხვევაში იყო ესეთი მეთოდი, ტერმინი დამოვიწყო, აგლუტერაციო თუ რაღაცა, რომ აი თქვა დამწერი არის, რომელიც არამეულად უნდა ჩაწეროს, იმიტომ რომ სხვა დამწერლობას დიდად არ ვიყენებთ. მე ქართულად ვკარ ნახო, ხო ადამიანს. და ის აი არამეული, ისა არმაზული არამეულით იმ ქართულ ტექსტს არამეულად ისე ჩაწერდა, რომ ამ მკითხველი ზუსტად მიხვდებოდა ქართულად, რასაც გულისხმობდი. აი ესეთი მეთოდი არსებობს, ესეთი აზრი შემოგთავაზა თამას გამყრელიძემ, ამ შემთხვევაში ძალიან ის არის, მაინც საკამათო არის ყველაფერი. და ესე ახსნა ქართული დამწერლობის შექმნა. იმის შემდეგ კიდე ყოფილა მცდელობები ქართული დამწერლობის შესწავლის. და ძალიან მნიშვნელოვანი ახლა რომ ვახსენე, ახლა რითი დავიწყოთ, ნეკრესის წარწერებით თუ დავათის სტელით. მოდი მაინც დავათის სტელით რახან ქრონოლოგიური აღმოჩენების მხრივ ეგრე არის. ამ საბჭოთა პერიოდში დუშეთის რაიონის სოფელ დავათში შეისწავლეს ძველი ეკლესია, ძალიან მაგარი ესეთი პატარა კომპლექსი არის, 3 ეკლესიანი ბაზილიკა არის თუ არ ვცდები და ერთ-ერთ კედელში ნახეს სამშენებლო მასალად გამოყენებული ძველი სტელების ფრაგმენტები. სტელები ქრისტიანულ კულტურაში ადრეულში მით უმეტეს ძალიან გავრცელებული იყო, ანუ იყო ქვის უზარმაზარი სტელა, შეიძლება არც იყო უზარმაზარი, მაგრამ შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. ზედ გამოსახული იყო ან ვინმე პიროვნება, ვინც აღმართა ეს სტელა, ან ქრისტე, ღვთისმშობელი, სახარებისეული სცენები. და როგორც ის ესეთი განმარტება არის, რომ სანამ ეკლესიების მოხატვა შემოვიდოდაო ეს კულტურაში და გავრცელდებოდაო, იმისათვის რომ მლოცველს კარგად აღექვაო აი სახარებისეული ამბები და ესაო, ეს სცენები გამოისახებოდაო სწორედ ამ სვეტებზეო. მართლაც არის ნათლისღების სცენა, სხვადასხვა სცენებია გამოსახული. თვითონ საინტერესო ის არის, რომ აი ნათლისღების სცენაზე ქრისტე დინარეში კი არის ნათლება, ესეთი ემბაზი არის, აგურის ემბაზი აშენებული და იმაში ინათლება ხოლმე. ანუ თლად დღევანდელი ესე რომ ვთქვათ, იკონოგრაფიაში არ ჯდება, მაგრამ თავარი დანიშნულება რაც ჰქონდა სტელებს, ეს იყო რომ მლოცველისთვის უფრო აი ვიზუალური აქტმა, აი რაც მოგვიანებით ფრესკებმა გააკეთეს, ეგ მომხდარიყო. ანუ ეს სტელები იყო ძალიან პოპულარული ადრეულ პერიოდის ქრისტიანობაში, მით უმეტეს საქართველოში, აი ძალიან პოპულარული ქვემო ქართლში ზოგადად, დასავლეთ საქართველოში ნაკლებად. ძალიან პოპულარული იყო და დღესაც რომ ნახოთ აი ქვემო ქართლის ეკლესიები, შეიძლება ეკლესია არ იყოს, რომ სტელის ფრაგმენტი არ იყოს ჩაყოლებული კედელში. რაღაც პერიოდში დაინგრა ეკლესია, იქ სტელა უკვე გამოსული იყო, ესე რომ ვთქვათ, მოხმარებიდან და კედელში ჩააყოლეს. ეს რამდენადაც ცუდი, რამდენად კარგი არის, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ დაკარგული იყო ეს სტელა, ჩვენამდე არ შემორჩენილიყო რა. დავაჩის ესეთი შემთხვევა იყო, რამდენიმე სტელა იყო ჩაყოლებული კედელში. როდესაც ეს სტელები გამოიღეს, ზედ აღმოჩნდა წარწერები. ერთ მხარეს არის ღვთისმშობლის გამოსახულება, მეორე მხარეს არის მთავარანგელოზების გამოსახულება და ქვემოთ ორი კაცი არის სავარაუდოდ ამ სტელის ქტიტორი, ანუ ვინც დაამზადებინა ეს სტელა. ტიპოლოგიურად გამოსახულებების მიხედვით დამწერლობის აი ორიგინალური მას აქვს როგორი აი თვითონ სტელის გაკეთებისას რა წარწერებით შესრულდა, ხო? მიქაელ მთავარანგელოზის წარწერა და რაღაცა დათარიღდა მე-6 საუკუნით. მე-6 საუკუნის პირველი ნახევრით ან მეორე ნახევრით ამაგაზეს თუ არ ვცდები დავა არის. და შემდეგ ყურადღება მიაქციეს რას, რომ მთავარანგელოზების ისეთ განან ერთმანეთის მიმართ ცალი ხელი ქვემოთ აქვთ, მეორე ხელი ზემოთ აქვთ. მათ შორის არის სიცარიელე, რომელზე სამოკაწრული არის ქართული ანბანი. 37. ზოგადად ქართულ ანბანში არის 38 ასო, მაგრამ ასომთავრულში ასო გამოისახებოდა 2 ასოს ერთობლივით, ხო? ო და ვიე. და შესაბამისად, როდესაც ანბანს წერდნენ ხანდახან თუ აი ასო უს ცალკე ჩაწერდნენ 38 გამოდიოდა რიცხვი, ხან 37. ამას ახლა ისეთი მნიშვნელობა დიდი არ ქონდა, ხო? მიხვდებოდა ყველა. ეს ნაკაწრი წარწერა რომ ნახეს, ანუ ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ანგელოზებს შორის არის ეს ქართული ანბანი ჩამოწერილი და ამას მიეცა მერე ბევრი ინტერპრეტაცია. მე აქვე აღნიშნა, რომ აი ადრე ხაც არის ესეთი ცუდი გადმონაშთი, მაგრამ საბჭოთა პერიოდში უფრო იგრძნობოდა, რომ
ვინმე რამეს რო აღმოაჩენდა, აღარ უშვებდა იმ აღმოჩენასთან, რომ ეს მე უნდა შევისწავლო. მე ხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აღმოჩენას არაფერს არ ვაბრალებ, ბუნებრივია. უბრალოდ შთაბეჭდილება რჩება, რომ უშუალოდ პალეოგრაფებმა, ეპიგრაფიკოსებმა ამ წარწერაზე არ იმუშაოს და გეტყვი რატომაც რა. მოკლედ ამას შემდეგ მოყვა ბევრი ინტერპრეტაცია, სხვადასხვა მეცნიერი არა მარტო არქეოლოგების სხვებმაც გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს სტელა არისო ქართული დამწერლობისადმი მიძღვნილი ძეგლიო. რო აი ღვთაებრივი იმით შეიქმნაო ქართული დამწერლობაო ნებითო ანგელოზებს უჭირავთ, მაგრამ ქვემოთ როდგანან ის ორი ადამიანი ისინი არიან შემქმნელებიო და ანგელოზებმა მათ უბოძესო ეს რაღაცა სული წყობა რაღაცა და ეს არის ძეგლიო. ნიშნავანი მომენტი არის, რომ ამ დამწერლობას, ამ ანბანს, დავათისტელის ანბანს 300-ს დასმულია ქარაგმა, ეს არის ჭ, ტ და კ. ჭ-ს მნიშვნელობა არის 5000, რიცხვით მნიშვნელობა, ტ-ს მნიშვნელობა არის 300 და კ-ს მნიშვნელობა არის 20. ანუ საერთო ჯამში რო შეკრიბო, თითქოს 5320 რიცხვი არის აკრეფილი. ესეთი ინტერპრეტაცია მოყვა ამ ყველაფერს. შემდეგ მოხდა რა, რომ ქართული წელთაღრიცხვით სამყარო შექმნილი არის 5604 წელს ქრისტეს შობამდე. ამას გამოაკლეს დავათის სტელაზე მონიშნული ასოების რიცხვით მნიშვნელობა 5320 და მიიღეს 284 ესეთი რიცხვი. და აიო ემთხვევაო ფარნავაზის მეფობას, ნუ რამდენად ემთხვევა ღმერთმა იცის. ფარნავაზის მეფობას ემთხვევაო და აქ უნდა იყოს აღნიშნული ამ ქართული დამწერლობის შექმნის თარიღიო, ანუ ძველი წელთაღრიცხვით 284 წელია. ეხა პრობლემები. მოკლედ ის განვიხილეთ, მოსაზრებები ამის შესახებ, ეხა პრობლემები. თვითონ ამ სტელას აქვს როგორც ორიგინალური წარწერები, ანუ განმარტებითი წარწერა, ხო, იქ ღვთისმშობელი, იქ გაბრიელ მთავარანგელოზის ნაწილი მოტეხილია, თორე იქაც ეწერებოდა გაბრიელი. და ის ასოები არის საკმაოდ ღრმა ჭრა აქ და ანუ როდესაც ასრულებს სტელას და კარგ სტელას აკეთებ, რაღაცა ხوار მიჩქმალავ იქ ნაკაწრი წარწერა, რომელიც შეიძლება წყალმა გადარიცხოს ან რაღაცა ეს სტელა მით უმეტეს ეზოში იდგა ძირითადად ეკლესიის ეზოში. ასე რომ კარგი ამოჭრა აქ და ნუ ესეც მე-6 საუკუნის არის. იქვე არის ვიღაცა მარტვირაის მოსახსენებელი, რომელიც ასევე ცოტა ღრმა ჭრით არის და ცოტა პალეოგრაფიულად გავს იმას, მიქაელის წარწერას. არის ასევე სხვათაშორის ცქირი იხსენიება. ცქირი და შეიძლება პალეოგრაფიულადაც გაიგივდეს, აი გრიგოლ ხანძთელის ოპონენტი ვინც იყო, მთავარეპისკოპოსი ცქირის, თბილისის ამირას გაზრდილი და ასე შემდეგ. ეგეც იხსენიება, თან აქ ის არის დუშეთის რაიონი არის თბილისთან ახლოს, მოკლედ საინტერესო წარწერები არის. რატომღაც აი იმ ნაშრომებში დიდად ყურადღება არ ექცევა ამ წარწერებს და ესეც პრაქტიკა არის, როდესაც მიდის მომლოცველი და შეიძლება ეკლესიას რაღაცა შესწირა ან მნიშვნელოვანი პიროვნება, შეუძლია ამ სვეტზე გააკეთოს ან ეკლესიაზე, ან შიგნით იმაზე შელესილობაზე გააკეთოს მოსახსენებელი წარწერა. ეს რეალურად არის სულთა მატიანე რა, რომ შეიძლება ახლა რამდენი წელია გასული, 1500 წელი შეიძლება იყოს გასული, ხო, ცოტა ნაკლები კიდე. მიხვიდე, მოიკითხო და გამოდის რომ შენ მისი სულისთვის ლოცულობ. ანუ ეს ისეთი პრაქტიკა არის ქრისტიანულ სამყაროში ზოგადად, რომ და როგორც ჩანს ამ სვეტთან ესე მიდიოდნენ და კაწრავდნენ საკუთარ სახელებს, ვისაც ამის უფლებას მისცემდნენ. აი მარტვირაი, ცქირი და კიდევ ვიღაცების წარწერები არის ამ თორცლები 10-მდე წარწერა არის ამ სვეტზე. თვითონ ეს ანბანი რაც არის ძალიან დაბალი კვეთით, ანუ ფაქტურად ნაკაწრი არის ესა. არ ჩანს რომ აი თანადროული არის სვეტის შექმნის და თვითონ ის ნაწილით სადაც არის, ანუ თვითონ ამ ანბანის ამონკაწრმა შეარჩია იდეალური ადგილი და შთაბეჭდილება შექმნა, რომ ანგელოზებს რაღაცა გრაგნილი ან ფარი უჭირავთ, სადაც ქართული დამწერლობაა შექმნილი. ეხა პირობითად რო ნახო ძველი ფრესკა, ნუ აი ადამიანი დგას ესე ხო როგორც ისე და ხელში ან მაკეტი ჩაუხატო ან ბარძიმი ჩაუდო, ხო მნიშვნელობა ეცვლება ყველაფერს არა. ხო და ვიღაცამ როგორც ეხა ეგს ვალერი სილოგავამ გამოიკვლიე, ესეც არ არის ჩემი ორიგინალური ნაშრომი და შეხედულება. ვალერი სილოგავა დააკვირდა, ვალერი სილოგავა იყო ძალიან ცნობილი ქართული ეპიგრაფიკოსი, პალეოგრაფი, ძველ ქართულ დამწერლობაზე და წარწერებზე მუშაობდა. და ის დააკვირდა ამ ყველაფერს და გამოთქვა ესეთი მოსაზრება, რომ ეს ნაკაწრი წარწერა არ უკავშირდება უშუალოდ სვეტს, ანუ სვეტის თანადროული არ არის, მოგვიანებით ვიღაცამ ჩაწერა. ამოკაწრა და თვითონ პალეოგრაფიულად ფიქრობდა, საერთოდ
თუ სტელა არის მე-6 საუკუნის, ეს ანბანი არის მე-19 საუკუნეების. მე ხა ცოტა ზედმეტი არ მინდა მომივიდეს ვალერი სილოგაოს შევედა რომ ჩემი აზრით ცოტა უფრო ადრინდელია რა, ან რაღაცა მე-7 მე-8 საუკუნის უფრო მგონი, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თავარია რომ დაფიქსირდა უფრო ისეთი სერიოზული მოსაზრება, რომ თანადროული არ არის ეს ანბანი იმ სტელის. და ეხლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ კი, მაგრამ აბა ანბანს რატო წერდა ვიღაცა მოსახსენებელი და ეწერა რაღაც. საქმე რაშია, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს დღეს, მაგრამ ანბანის ამოკაწვრა ან ხელნაწერზე დატანება მინაწერის სახით რა იყო ძალიან გავრცელებული პრაქტიკა მთელ ქრისტიანულ სამყაროში და ქრისტიანობამდელშიც კი. ანუ ვინც ანბანი იცოდა კარგად ესე ჩამსკრივებულად რაღაცა, კაწრავდა ან გამოსახავდა ანბანს სხვისთვის. ამას ჰქონდა ორი დანიშნულება, პრაქტიკულიც და საკრალურიც რა. აი წარმოიდგინე, მე ვარ წიგნობარი შუა საუკუნეების, მივედი ეკლესიაში, მოსახსენებელი გავაკეთე, ქრისტე შეიწყალე ნიკოლოზ და მკითხველო მოიხსენე და რაღაცა. და ვფიქრობ, რომ სხვა მკითხველი, სხვა პიროვნებაც რომ მოვა იგივე რაღაცისთვის, მან შეიძლება არ იცოდეს ანბანის თანმიმდევრობა, მithumetes შეიძლება ქორონიკონი მიუთითო იქ ან რაღაცა 20 დრახკანი შევწირე, ხო, ეგ მიუთითო და როგორ დაწერდი მაგას, უნდა მიგეთითებინა კონკრეტული ასონიშანი, რიცხვით მნიშვნელობით. ასე რომ მე გავაკეთე ესეთი კარგი რაღაცა, რომ მე ვიცი ქართული ანბანის თანმიმდევრობა, ჩამოვაწიკწიკე ესე რო ვთქვათ, თან მე სხვა მომლოცველი იტყვის რომ აი რა კაი კაცი იყო ეს ღმერთმა გაუმარჯოს და მოიხსენიოს და თან იმას ეხმარები ეგრეთ წოდებული შპარგალკარი დღევანდელი სლენგით რო ვთქვათ, ხო? თან ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას თუ წერა კითხვა იცი თანმიმდევრობა რა დღეს შეჭდება, დღესაც კი გვეშლება ქართული ანბანის თანმიმდევრობა, ხო? მე ბოლო ასოები როგორ არის ერთმანეთთან, ცოტა რთული წარმოსათქმელი არის, ხო? და მithumetes დღეს გვაქვს არაბული ციფრები, იმის გამოყენება შეგვიძლია და მაშინ არ იყო ესა და ეხლა ის თანმიმდევრობით გადათვლიდა რომ 1 2 3 4 მერე ათეულები, ასეულები და ესე გამოითვლიდა, ასე რომ ეს არის ძალიან მიღებული პრაქტიკა შუა საუკუნეებში, აი გარეთში, სხვადასხვა ეკლესიებში, სადაც ნაკაწრი წარწერები არის. ანბანები გვხვდება ძალიან ბევრი რაოდენობით და ამას ქვია სამეცნიერო ტერმინიც აქვს აბეცედარიუმი. ლათინურ სამყაროშიც ეგრე არის ქრისტიანობამდელში, ბერძნულში, ქრისტიანულში მithumetes არის და არის. ასე რომ, აი დავათის სტელის მისტერია, რაც დღემდე ეხლა გუშინაც შავხედე სპეციალურად და მე-4 საუკუნით არის დათარიღებული დავათის სტელა. აი რახანა დამწერლობის ძეგლი არისო, ან უარყვეს ის სამეცნიერო კუთხე გამოსახვა ესა და მე-4 საუკუნე არის. ინტერნეტში ეგრეთ წერია და ეს არის გავრცელებული. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ ბოლო მონაცემები და ყველაზე სანდო სამეცნიერო მონაცემები დავათის სტელა არის მე-6 საუკუნის, ხოლო აი ეს აბეცედარიუმი, ანუ დამწერლო ანბანი რაც ჩამოწერილი არის, ნუ ჩემი აზრით მე-7 მე-8 საუკუნე, ყოველ შემთხვევაში თანადროული არ არის ამ სტელის და ეს თვითონ მთლიანად არის არა ანბანის ძეგლი, არამედ გამოსახული იყო ჯვრის ამაღლება სავარაუდოდ. ეხლა თვითონ შეიძლება თქვას ვიღაც რომ ჯვარი რატო არა ჩანსო. თვითონ ანგელოზე არის ისეთი მთავარ ანგელოზე რომ ფრთა ბეჭიდან კი არ ეწყება, თეზოდან ეწყება. ასე რომ იკონოგრაფიულად როგორც ვახსენე ახლა ქრისტესაც დინარაში კი არ ნათლავენ სტელებზე, რაღაც იმბასში ნათლავენ. ეს ყველაფერი დადასტურებული არის. ასე რომ ეს არ უნდა იყოს ქართული დამწერლობის ძეგლი და არ უნდა იყოს რაღაცა ეს მითების და მისტერიების საკითხი. უბრალოდ ისიც აღსანიშნავია, რომ არ არის გარკვეული რატო არის დაქარაგმებული მაინდამაინც ის 300. ვალერი სილოგაო როდესაც წერს ამ ყველაფერს იმას გვერდსულის. მე არ ვიტყვი რომ რაღაცა შეეშინდა ან რაღაც მოერე. უბრალოდ შეიძლება ვერ ამოხსნა ესა და ეხლა ამ ხრივ მე შემიძლია თქვა რომ უამრავი ქართული წარწერა არის, რომელსაც დაქარაგმებაც აქვს, რომელიმე ასო ვერ ხვდები რატო არის. საიდუმლო დამწერლობაც არსებობდა, მე ეს ვისაუბრებ თუ რამე ამაზე შემელო დამეწერა რჭკპტ რაღაცა და რაღაცა ფორმულით ეს ამოკითხული იყო ქრისტე შეიწყალე ნიკოლოზ. ასე რომ ეს საკითხი ჯერ ასე თუ ისე ამოხსნილი არ არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ყველაზე სანდო ის არის, რომ ეს არ არის ის რაცაც ჩვენ გვეუბნებიან. გვაქვს კიდევ ნეკრესის, ხო? ნეკრესის, ეხა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან მნიშვნელოვანი რომ შევეხო, იმიტომ რომ ინტერნეტში და სხვადასხვა გამოცემებად შორის ენციკლოპედიურ გამოცემებში უკვე შეტანილი არის, რომ აი მოიაზრება უძველეს ქართულ დამწერლობის ნიმუშებად ნეკრესის წარწერები. საერთოდ ნეკრესის წარწერები გამოცემებმა დაათარიღა ზოგი ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-2 საუკუნეები და ზოგი პირველი მე-3 საუკუნეები ქრისტიანული პერიოდით და იმაში გამოცემებში ინტერესს მაინც ცოტა ერიდებიან ძველი წელთაღრიცხვას და მაინც პირველ მე-3 საუკუნეს უთითებენ. ეხლა აქ ცოტა დიდხანს უნდა გავჩერდე შენი ნებართვით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. გასული საუკუნის 80-ან 90-იან წლებში ნეკრესის ტერიტორიაზე
ლევან ჭილაშვილმა აღმოაჩინა 10-მდე ქართული წარწერა, ძველი ქართული წარწერა. ლევან ჭილაშვილი იყო ძალიან ცნობილი არქეოლოგი, ქალაქებს ხრიდა ძირითადად ძალიან ბევრი ნაშრომი დაგვიტოვა და ძალიან ცნობილი ქართველი არქეოლოგი იყო. და ნეკრესი მოგეხსენებათ არ არის მარტო ერთი მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, ხო, მე მთელი გარშემო იყო ნაქალაქარი, იქ მარანი, იქ წარმართული ტაძრები, ქრისტიანული დოლუჭოპის ბაზილიკაც იქ არის, ჭაბუკაურის ბაზილიკაც იქ არის, მოკლედ ძალიან დიდი ურბანული ცენტრი იყო, შეიძლება მეშლება ტერმინები, მაგრამ დასახლებული, განვითარებული, კაი ცენტრი იყო. ერთ-ერთი ნაგებობა, რომელიც გათხარეს, ის იყო მარანი, თან რაღაც პერიოდში სასახლე იყო, რაღაც პერიოდში მარანი იყო. იმის კედლებში, ანუ სამშენებლო ქვებად ნახეს საფლავის ქვები იყო ჩატანებული, რომელზეც არის ძველი ქართული დამწერლობით შესრულებული ეპიტაფიები. შემდეგ ლევან ჭილაშვილმა შეისწავლა, ხა პალეოგრაფია არ ყოფილა, თუმცა მინდა თქვა, რომ რაღაცებს კარგად აანალიზებს პალეოგრაფიულად შედარებები ისინი, მაგრამ მაინც ახლა არ იყო კონკრეტულ პალეოგრაფიები ეშლება, მეც ახლა არქეოლოგიაში ისეთები შემეშლება, ჯობია საერთოდ არ ამოვიდა, ხო? არ მაქვს მათგანზე პრეტენზია. იმის თქმა მინდა, რომ მქონდა ეს მოსაზრებები, რომ ხო, შემდეგ რა მოხდა? ამ ნანგრევებში ეს სასახლე და მარანი არის დანგრეული რაღაც პერიოდში. მან იპოვა ხის მასალა, არ ვიცი ახლა ავეჯი იყო, კოჭი იყო, იმ დროს უკვე აღარ აღიქმებოდა და ჩაატარა მასზე რადიოიზოტოპური კარბონული კვლევა. ცოტა რთული C14-ის კვლევას ეძახიან მარტივად. რა არის ეს კვლევა? დადგენილია, რომ ორგანიკა ცხოვრების განმავლობაში არ აქვს მნიშვნელობა მცენარეა თუ რაღაც, თავი ორგანიკა იყოს, არ იყოს ქვა, თიხა და ასე შემდეგ, შუშა. ორგანიკა ცხოვრების განმავლობაში ითვისებს რაღაცა ისეთ რადიოაქტიურ იზოტოპს, თუ არ ვცდები, შეუძლია ყველას ნახოს ინტერნეტში ეს ყველაფერი, ითვისებს ამას და რო გარდაიცვლება, რომ მოხდება ეს ორგანიკა, არ აქვს მნიშვნელობა მცენარე, თუნდაც ადამიანი თუ ცხვარი და ასე შემდეგ. ეს გარდაიქმნება ნიტროგენად და ხდება ესეთი ანალიზი. აი ამ ორგანიკის პატარა ნაწილს იღებენ, პირობითად ხე, ამ შემთხვევაში ხე იყო. მას ანახშირებენ, ანუ რაღაც ტემპერატურის მოქმედების შედეგად ნახშირით ღებულობენ. მერე შეისწავლიან ამ ნაწილაკებს და ესე დგინდება ამ კონკრეტული ორგანიკის გარდაცვალების თუ ყდომის პერიოდი. შეიძლება დადგინდეს, როგორ არის, შკალა არის ხოლმე. შეიძლება 100 წლის შკალა იყოს, რომ აი ეს ცხვარი პირობითად მოკვდა 745 წლიდან 830 წლამდე პირობითად. მაგრამ შუაში არის კიდე პატარა პიკები. აი დიაგრამა რო წარმოვიდგინოთ, ესე მიდის და პიკი რაღაც. და აი ის კონკრეტული წელი შეიძლება აი ამოაგდოს რაღაცა 753 წელი, ხო? აი შეიძლება მაგ დროს იყოს დაღუპული ის რაღაცა ორგანიკა. შეიძლება ანუ ესეთი კვლევა არის. თლად ესე ზუსტი ზედმაიმანამაც 1 წლის იმას არ აძლევს, მაგრამ ეპოქას გაგასაზღვრინებთ. ხო, და რაც თავარი არ არის ჰუმანიტარული დარგი, ეს არის ზუსტი სამეცნიერო მიმდინარეობა და ამის მიხედვით ხდება კონკრეტული რაღაც ნივთის დათარიღება. ყოველ შემთხვევაში მიახლოებითი აი 100 წლის ფარგლებში და იქ არის შიგნით კიდე პიკები და შეიძლება რაღაც ინტერპრეტაცია გააკეთო. აი ამ მარანში აღმოჩენილი ხის მასალას მან ჩაუტარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ სადღაც აი მე-4-მე-5 საუკუნეებში არის ის ხე მკვდარი, ესე რომ ვთქვათ რა. და აი ამის მიხედვით მან გამოთქვა მოსაზრება, მე წიგნი მერე დავიბეჭდა, რომ ეს არის რახან თვითონ ეს შენობა იყო მე-4-მე-5 საუკუნეების, ბუნებრივია მის სამშენებლო ქვებად გამოყენებული წარწერიანი ქვები უფრო ადრინდელი უნდა იყოს და ეს ძალიან ლოგიკური არის, ხო? მართლა ძალიან ლოგიკური არის. და როდესაც გარდაიცვალა ლევან ჭილაშვილი 2004 წელს გამოვიდა მერე მისი წიგნი ამ ნეკრესის უძველეს წარწერების შესახებ. მისი მთავარი დამათარიღებელი როგორ არის, 7 წარწერა აღმოჩენილი არის ამ მარნის ტერიტორიაზე, ზოგი კედელში, ზოგი ნანგრევებში. 2 არის აღმოჩენილი მინდორში, თუ არ ვცდები.
ანუ იქ სტრატიგრაფიული ჭრილის არ არის დადასტურება. სტრატიგრაფიული ჭრილი რა არის არქეოლოგიაში, რომ მიწას ჭრი რაღაცა დონეზე, ხო, ამ შულფს აკეთებ და რაღაცა ფენების მიხედვით ათარიღებ, რომ ეს მოიმატა 200 საუკუნეში მოიმატა ეს ფენა და ასე ძალიან ზედაპირულად განმარტავ ეხლა ამ სამეცნიერო ამბებს რა. ანუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში სტრატიგრაფიული ჭრილიც არ არის. არც ორგანიკა არის, რომ დაეწვათ და რაღაც. და ასევე ჭაბუკაურის ბაზილიკა არის იქ ზემოთ ძალიან მაგარი ეკლესია და იქაო ერთი წარწერიანი ქვაო ჩაყოლებული იყო სვეტშიო შიგნითო. ისეო რომ წარწერები არ ჩანდაო და მე მეხუთე საუკუნეში დაინგრაო ეს ის მართლა ეგრე არის რა რომ ის პირველი ეკლესია დაინგრა მეხუთე საუკუნეში რაღაც მიწისძვრის დროს შესაბამისად მე არც აღდგენილაო ეს ეკლესია რომ გვიან პერიოდს მივაკუთვნოთ ეს წარწერაო შესაბამისად მეოთხე საუკუნეში როდესაც ეს ეკლესია შენდებოდა ვიღაცამ უკვე ეს წარწერიანი ქვა ჩააყოლაო სვეტსო და ბუნებრივი ამ პერიოდის არისო კიდე ათარიღებს რაღაცა მოჭიქული კი არა წითელ ზედაპირიანი კერამიკით რომელიც ასევე ან ძველ პერიოდში ქრისტეშობამდე გამოიყენებოდა ან ქრისტიანობამდეს რომ ამბობს ლევან ჭილიაშვილი გულისხმობს საქართველოს ქრისტიანობა ან მეოთხე საუკუნეში რომ მივიღეთ ქრისტიანობა მაქამდე პერიოდს თუმცა კიდე რაღაცა ფაქტორებით რაღაცას ვიტყვი ამბობს რომ ზოგი წარწერა არის ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე-მეორე საუკუნეების ზოგი პირველი მესამე საუკუნეების და ზოგი ეს ჭაბუკაურის ბაზილიკის არის მეოთხე საუკუნის. რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა იულონ გაგოშიძის წერილი, სტატია ამ ნეკრესის წარწერების შესახებ. და ესე იწყება რა, რომ პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი. ლევან ჭილიაშვილი არქეოლოგი იყო, გაგოშიძის არქეოლოგი არის და ის არქეოლოგიური თვალსაზრისით და ფაქტებით უარყოფს ლევან ჭილიაშვილის დათარიღებას. ის ამბობს, რომ რადგან ეს რადიოკარბონული მასალა ანუ ხე, რომელიც გამოყენებული იყო ამ სასახლეში, ან ავეჯი იყო, ან ჭოკი იყო, ან რაღაცა, ხო? იმ თარიღი, რაც 14-ის კვლევა მოგცავ, არის მისი ქტომის თარიღიო და არა გამოყენებისა თვითონ შენობის დანგრევისო. ანუ ის ხე როცა მოკვდაო, ეგ თარიღი არისო და ეს ხე არ მოკვდა რა ჭოკი როცა იყო, ხო? მოკვდა როცა მოჭრესო და ამუშავესო. ხო და კიდე იმპერიალა კერამიკაზე სამოს რომ არ არის აუცილებელი ძველი იყოს პირიქით უფრო გვიანდელ პერიოდში ვნახულობთო და მოკლედ სუფთა არქეოლოგიური და 14-ის კუთხით თქვა რომ ეს სასახლე რომელშიც გამოყენებული იყო, ნამდვილად გამოყენებული იყო ეს სამშენებლო ქვება წარწერიანი ქვებიო არისო აი მე-6 უფრო მე-7 საუკუნისო ქრისტეს შემდეგო. ანუ თვითონ არქეოლოგმა უარყო არქეოლოგიური დათარიღება მისი წინამორბედის და ის ამბობს ამ სტატიაში რომ მანამდე მე ვესწრებოდი ამ გათხრებსაც და ლევან ჭილიაშვილი უფროსი მეგობარი იყო და როდესაც მან გააჟღერა ჩემთან ეს აზრიო მე მაშინვე უთხარიო რომ ეს ესე არ იქნებო ეს ესე ისაო რაღაც პერიოდი ვიცოდი რომ გაიაზრაო და გაიზიარა ჩემი შენიშვნაო მაგრამ როგორც აღმოჩნდა საბოლოო ჯამშიო გამოქვეყნდა ეს სტატია ეს წიგნი მისი გარდაცვალების შემდეგო და ამიტომ ძალიან კაი სტატია არის ეხლა მე არქეოლოგი არ ვარ ხო და ვხედავ ორი დიდი არქეოლოგის აეკრობას ესე რო ვთქვა. ნუ რა თქმა უნდა იმის ფარგლებში ხო რაღაც აკადემიურობის ფარგლებში და ჩემთვის ცოტა რთული არის ამის შეფასება, მაგრამ რაც წავიკითხე იულონ გაგოშიძესთან, საკმაოდ ლოგიკური არის რომ ის ხე ეხლა მას მოყავს კიდე დედოფლის გორის ერთ-ერთი ანალოგია რომ რაღაცა იქ სასახლე დათარიღებული იყო პირობითად მეორე საუკუნეში თუთა დამახსოვთ ქრისტესშობამდე მეორე საუკუნით და ის ხე რომელიც ის აღმოჩნდა ამ 14-ის კვლევით რაღაცა 150 თუ 200 წლით ადრე დაძველდა და ბუნებრივია ხა ხე მოჭრეს რაღაცა დაძველდა და მე უფრო მყარი არის ხო გამოყენებაში ასე რომ ნეკრესის წარწერები არქეოლოგიურადაც ესე 100% კი არა პირიქით არ დასტურდება რომ არის ან ქრისტეშობამდელი ან საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდელი თვითონ არქეოლოგმავე უარყო ეს ამბავი ეხლა მე უფრო პალეოგრაფია ეპიგრაფიკაში ვარ ხო მეც დავაკვირდი ამ წარწერას, ხა, როდესაც წარწერაზე მუშაობ, რაც არ უნდა კარგი ფოტო ქონდეს, რაც არ უნდა კარგი რაღაც მასალა ქონდეს, აუცილებლად ადგილზე უნდა იმუშაო. ფოტოების მიხედვითაც კი, მე ამ წარწერებს და არა მარტო მე, ვაკუთვნებ სადღაც მე-7-8 საუკუნეებს და შეიძლება ცოტა გვიანდელსაც რა, მე-9-1000-საც ვაკუთვნებ რა.
ეხლა როდესმე შეიძლება ჩავიდე გვიმუშავე უშუალოდ ამ წარწერებზე, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე უბრალოდ ზედაპირულ დაკვირვებას გიზია. ტექსტებიც რაც იქ არის ამოკითხული, ლევან ჭილაშვილს გაგებული აქვს მაგალითად როგორ დათარიღებაში ესეც ამბობს რა, რომ ერთ განიხსენება აზატი. ანუ საფლავის ქვაზე რაღაცა ესე საფლავი აზატისა ვიღაცისა. აზატიო არისო აზნაურის შესატყვისის სპარსულ სამყაროშიო და სხვადასხვა მოსაზრებებით ფეოდალიზმზე რაც არის გამოთქმული, აზატობა ტერმინმა აზნაურმა ჩაანაცვლა უკვე მეორე საუკუნეშიო ქართლშიო რა, ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეშიო. შესაბამისად ეს ვერ იქნება, ეს არ არის ესეთი მყარი არგუმენტი, იმიტომ რომ გვიან პერიოდში გააზატება ჩვეულებრივი ტერმინი აზატები და ასე. თან რა ვიცით როგორ ჩაანაცვლა ტექსტები არ გვაქვს არაფერი ამ პერიოდში. ხო, ანუ ზოგადად ფეოდალიზმის კვლევარები მაგაზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ წარწერები ფეოდალიზმის შესწავლაში უმნიშვნელოვანესი წყაროები არის. ფეოდალიზმი არ არის ერთი რაღაცა ფორმულა, რომ ყველგან ეგრე იყო. აი, პირიქით, ძალიან რთული საკითხია ფეოდალიზმი და როდის ა ტერმინი შემოვიდა, გავიდა რაღაცა სამწუხაროდ ესეც ახლა ეს უკვე ჰუმანიტარიის დარგი არის და არ არის 14-ის კვლევა სამწუხაროდ რა. რო ზუსტად ვთქვათ. კიდე არის ესეთი მოსაზრება აქვს, რომ არსად არ არისო, აი ზოგადად უმრავლეს ქართულ წარწერებში არის იწყება ქუთი, ასო ქუთი, რომელიც ან ჯურად არის ახლა ქრისტე, ან ძალიან ბევრი სიმბოლური დატვირთვა. აქ არსად ესეთი არ არისო. და შესაბამისად ქრისტიანობამდელი, ანუ არც ერთი წარწერა არ არის ქრისტიანების ეპიტაფია და წარწერაო რა. ამის საწინააღმდეგოდ ახლა ქვემო ქართლში არის ეგეთი წარწერა, რომელიც საერთოდ არ იწყება ქანწილით, მაგრამ ვიცით რომ ახლა ეკლესიაში იყო და ქრისტიანული პერიოდის არის. სახელებზეც აქ აქცენტი რომ არც ერთი ქრისტიანული სახელი არ იხსენიებაო. ეს წარწერები იმ პერიოდის, რაღა პერიოდის ახლა გვიან შუა საუკუნეებშიც კი თუ მღვდელი არ გახდებოდი, ქრისტიანული სახელი არ გერქვა. უფრო პოპულარული იყო სპარსული მითოსები და ეგეთ რაღაც, ხო? ხო. და მithumetes ადრეულ შუა საუკუნეებში ახლა შოთაზმანს ისაუბრეთ ქრისტიანობის გავრცელების თემა რო ქონდათ, რომ იზიდ ბოზიდი რო ქვია ეპისკოპოს, სუფთა სპარსული სახელი, ახლა მოკითხე ჩვეულებრივ ადამიანს რატო არ ქვია ანდრია, იოანე და ასე შემდეგ, ხო? ენ რაოდენობით არის საფლავის ქვები და ესეთი სახელები შუა საუკუნეებში საერო კაცები. სახელებიც პრინციპში. სახელებიც რა თქმა უნდა. რომელი სახელი აქვსიდან ვახტანგი თუ ვარაზდაპური თუ კონსტანტინე გიორგი. ადრეულ პერიოდში არც ერთი არ არის. ადრეულ პერიოდში არც ერთი არ არის სუფთა აი რასაც ლევან ჭილაშვილი გულისხმობს. კიდე აი კონკრეტულ ასოების მოხაზულობაზე ამბობს. მაგრამ სამაგოდ ქრისტიანული პერიოდია უკვე ეს. მიუხედავად იმისა, მაინც არა ქრისტიანული სახელები არის ამ შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა. ეხლა როდესაც მართლა აი ადრეულ ეპისკოპოსებს და კათოლიკოსებს სუფთა სპარსული სახელები ერქვათ და ეხლა აღარ მახსოვს იზიდ ბოზიდი კარგად გახსენდება ორ კომპონენტიანი სახელია თან, ხო? და ესა ანუ ეს არგუმენტიც არ არის, მყარი არგუმენტი. კიროსიც კი იყო ხოლმე სახელი. ჩვენთან? კიროსი, რომელიც ალექსანდრიის პატრიარქი იყო შემდგომში. ხო, მართალია. ხო, ფასის შიროიჯდა და მე ალექსანდრიაში ხო, შესაძლოა. ზოგი კირიონთან მოკლედ. ეგ არის. და ზოგადად ქრისტიანული სახელების ხო წარმართული სახელებიდან არ უბრალოდ ის კონკრეტული ადამიანი ან მოწამე იყო ან წმინდანად შეერწყა და მე გახდა ქრისტიანული სახელი. შესაბამისად, ეს ბიბლიური სახელები გარკვეულწილად რაღაც ნაწილი და ნაწილი ბერძნული. აი სხვა აი კაი თქვი, ერთ-ერთ სახელი არის იოთორი არის რა და იოთორი ბიბლიაში არის ვარც მოსეს სიმამრი არის რა, იოთორი. ხო, შეიძლება. და ეს ამბობს ლევან ჭილაშვილი, რომ როგორც ჩანს, რაღაცა ებრაული ის იყო, ბუნებრივად სადაც ქალაქი იყო საქართველოში, ებრაული უბანი ყველგან იყო, ხო, ძალიან ლოგიკური. როგორც ჩანს ეს ებრაელი იყო და ამიტომ აქ ბიბლიური სახელიო, ოღონდ მაინც ქრისტიანობამდელი არისო და მე არიან გადამწერები, მეფის იათორის ძეები და იათორის ძე როგორ გახდებოდა თუ არ იყო იოთორი, ვიღაცა თავის უზენდებელი ამგვარის, ხო? და კიდე ერთი არის, რომ პალეოგრაფიულად ზოგ ასოზე ამბობს, რომ არის ძალიან კუთხოვანი და ცოტა ლინკისავით აქვს ივანე ჯავახიშვილთან რომ ამბობს, რომ კუთხოვანი დამწერლობა წინუსწრობდა მრგლოვანსო, ეგეც არ არის მთლად კარგი არგუმენტი, იმიტომ რომ დიზაინს გააჩნია რა, მოკლედ ადამიანს გააჩნია დიზაინი. ერთ ასოზე ოზე იძახის, რომ უნიკალურია, სხვაგან არ გვხვდებაო და კურცხანას ხეობაში ვნახეთ ერთ-ერთი ეგეთი 11 საუკუნის წარწერაში ეგეთი უარი და რაც თავარია ერთ-ერთ ასოზე იძახის ეს არისო ალბანური ასო ვიეო. და ტექსტსაც მაგის მიხედვით კითხულობს და რომ დავაკვირდით ანალოგებიც რომ ნახე ქვემო ქართლიდან და სხვა წარწერებიდან, ეს არის ასო ჯ, რომელსაც ქართველები წერდნენ გამოსახულებით რაღაც პერიოდში და ნუ ის ამბობს რომ თან თვითონ ამბობს რომ ალბანურიო გვიანდელი პერიოდის არის, ანუ 6 საუკუნის არისო და ხა თუ
ეს წარწერები არის პირველი მე-13 საუკუნეების ალბანური ასურაღა თუ არა, ხო? მოკლედ, პალეოგრაფიული, ეპიგრაფიკული თვალსაზრისით ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის და ახლა არქეოლოგიური თვალსაზრისით უკვე ვახსენე. ასე რომ, იმის თქვა მინდა რომ ეს ნეკრესის წარწერები უდავოდ არის ძალიან საყურადღებო წარწერები ბევრი კუთხით. თუმცა ესე ბეჭედი რო დავსვათ რო გინდა თუ არა ის არისო, ქრისტიანობამდელი, ანუ ქრისტეს შობის მერე, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებამდე, ან თუნდაც ქრისტეს შობამდელი არ დასტურდება. და კიდე ერთი ეს დამავიწყდა, აი ეს წარწერა რომელზეც ვამბობ, ერთ-ერთი ეს რომელიც ველზე იპოვ ტრაქტორით ხრიდა თუ რაღაცა მიწა სამუშაოდ რა ამოაგდო ეს წარწერა და მოუტანეს ამათ არქეოლოგებს და ეხა იქ ვერ გაიგებ უკვე სად აღმოჩნდა როგორ აღმოჩნდა რაღაც ხო იმის მოხაზულობა მართლა ძალიან საინტერესო არის იშვიათი არის და ძალიან საყურადღებოა თუმცა აი ამ პირობებში ვერაფერს ვერ იტყვი რომ აი რა პერიოდის არის შეიძლება მე ძირითადად მაინც მე-9 საუკუნე მგონია რაღაცა განუსხურებული წაქცეული და ასე შემდეგ იცი რა არის საინტერესო რას გვეუბნება თვითონ ეს წარწერები რაზეა ძირითადად შეგნით საუბარი აი ეს 7 წარწერა არის ეპითაფია. აშკარად ეპითაფია, ესე სამარხოვი, ესე საფლავი, კიდე არის, ხო, აი ესეთი არგუმენტიც არის, ცოტა გაგვიგრძელდა ნეკრესზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთზე წერია, რომ ესე საფლავი ვიღაც ისე და ნურცა ვინ ხრევს. აი ეს ხანმეტობაც საინტერესო არის, მნიშვნელოვანია. ზოგადად ხანმეტობა რა არის, ხომ? ქართულ მეტყველებაში და მწერლობაში ხარი განმოიყენებოდა რაღაც პერიოდი ძალიან ხშირი. აი ხრევს ნიშნავს არევს. და შეიძლება მე ხმჩან ჰაემეტობა მოვიდა და თარიღდება მე-5 მე-7 საუკუნეებით ეს ხანმეტობა და მე ჩაანაცვლა ჰაემეტობა ეს არის მეორე სუბიექტური პირის ნიშანი და მესამე ობიექტური პირის ნიშანი ხო და აი ხანმეტობაცო დავაძველეთო ამ წარწერების მიხედვითო და ეს ლოგიკური იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენ ხანმეტობას უყურებთ იმ წარწერების მიხედვით რომელიც შემოგრჩა მე-5 საუკუნეა ყველაზე ძველი და ეხა ხანმეტობათ მეტყველებაში საუბრობთ უფრო ადრეც იქნებოდა ეს ძალიან ლოგიკური შეხედულება არის და უბრალოდ ხრევს რო წერს, ანუ საფლავი არავინ არისო, ესე იგი წარმართული არისო, ჩატანესო იქ რაღაცეებიო და პრაქტიკაში ხა წარმართული იმების ძარცვა იმიტომ იყო საფლავების ჩატანებული იყო და ხა ქრისტიანობაში ვის გაუგონიაო, ხო? ერთ-ერთი ქრისტიანობა, ხო ვთქვი, რახან გავრცელდა არნიშნავს, რომ всё ეგრევე ყველა წარმართული წესი ASM შეწყდა და აღარ. დიდი ალბათობით კიდე кайხანი გწევდათ ამას. მეერთი არის აი კვირიკე მეფის ქალიშვილის წარწერა რო აღმოჩნდა იქა. რა ქვია, კალაურში, ეს არის მე-11 საუკუნე. იქაც წერია, რომ არავინ არიოს ესაფლავიო. ტაბაწყურში ვიპოვეთ წელს, მე და ჩემი მეგობრებმა წარწერა. და ისო, ვინც ეს იქაც არ არის ჯვარი, არც სახელი, ესე წერია. ვინც ეს საფლავი უმამოდ, ანუ ღვთლის გარეშეა, ისა როგორ წერია, აშალოს ღმერთმა უგანხსნას, ანუ წყევლისგან არის. ანუ აქ საუბარი არის ზოგადად ხა სამწუხაროდ აი მეფეების საფლავი ვისი გვაქვს შემორჩენილი, ხო? ანუ მეფეების საფლავსაც კი არ უფრთხილდებოდით სათანადოდ, რომ ხო, მაგაზე სულ არის ხომ კითხვა, რომ თუ გელაჩია დასაფლავებული მეფეები სად არის? ხო, ერთ-ერთი დავითის საფლავი იმიტომ არის, რომ არიფჭეზე რაღაც ანუ თამარის საფლავის ქვა არა გვაქვს გიორგი ბრწყინვალეს, ანუ ვიცით რომ სად არის კონკრეტულად დაკრძალული, იმ საფლავის ქვები არ არის შემორჩენილი და სვეტის ხოველში რაც არის, ისინი მულაჟები არის, ვახტანგ გორგასი და ერეკლესი და ისიც შერჩეულია პირობითად რა ხან ვიცით რომ სვეტის ხოველშია დაკრძალულია, მოდი აი აქვე იყოსო ეს ორივე გვერდი-გვერდო, ეხა ღმერთმა იცის სად არიან დაკრძალულები რეალურად ისინი გვერდი-გვერდ თუ 8 მეტრის დაშორებით. და მით უმეტეს ხა ჩვენთან მაგალითად დავუსვამთ ესეთ კითხვა, რომ ამ ან ჩვენი მეფეების ის გენეტიკური მასალის შესწავლა რატო არ ხდებაო და ჯერ საფლავი ბაჩვენეთ. ხო. უნებრივი შეგინით და მე შესწავლასაც რაღაცა მოუხერხდება ხო რუსეთში შემორჩა ქართველი მეფეების საფლავები საქართველოში არ ვიცი აი ეგეც უცნაურია კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა იმიტომ რომ აი ჩვენ როცა ამბობთ ხოლმე რომ თამარ მეფე გელათშია დასაფლავებული და წერია წყაროებში ამაზე ხშირად ვთქვამს რომ აბა სად არის საფლავი ხო და ნუ ეხლა ეგრე არც ერთი მეფის საფლავი აბა სად არის ხო ანუ ეგრე არის რა ეგრეა და ეხლა რა უნდა გააკეთო დავითის რატო არის კარებჭეში დასაფლავებული აი იმადეც უნდა დაეწერათ არაშალო ჯობდა დაეწერათ და ანის მუმიის ყველა უნდა დაედოთ. ალბათობით ეწერა, მაგრამ ფაქტია დღესაც ახლა რა ვქნათ, ახლა ძეგლებზე რო დავდივართ გულის სამრევის სიტუაცია ბოდიში, მაგრამ უნდა თქვა რომ ახლა ძველი საფლავებია, ხო? აყრილია ხან კიბედ არის გამოყენებული, ხან კედლად არის გამოყენებული. რა ვიცი ახლა
თუ ქრისტიანებაზე გვაქვს პრეტენზია, პირველ რიგში საფლავს არ უნდა შევეხოთ და იმას და იმის ქვას როგორც გვინდა ისე გახერხილი საფლავის ქვები მინახავს, იმის გამო რომ შენობაში გამოეყენებინათ და ეხლა წარმოიდგინე მე-7-მე საუკუნეში როგორ არ იქნებოდა ეგ პრაქტიკა სამწუხარო და ფაქტი არის რომ გვიან აი მე-11 საუკუნის კლასიკურ წარწერაში ხდება არაშალოთ ეს საფლავიო. იმის გამო კი არა რომ იქ ჩატანებულია ოქრო ვერცხლი და რაღაც. იყო სამწუხაროდ ეს პრაქტიკა დღემდე არის და მაგიტომ. მოკლედ ეს არგუმენტიც არ არის და ხო, ჭაბუკაურზე აუცილებლად უნდა ვისაუბრო. ნეკრესის გადასწრებ ერთ-ერთ გორაგზე, ფერდობზე არის ჭაბუკაურის ბაზილიკა, რომელიც ასევე შეისწავლეს არქეოლოგიურად და დაუკავშირეს ერთ-ერთ ქართლის მეფე ვარაზბაკური მე-4 საუკუნის 70-იან წლებში და ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ მან ნეკრესში ეკლესია აშენაო. ის ეკლესიაც დაათარიღეს მე-4 საუკუნის მიწურულით და უკავშირეს ბაკურის მშენებლობას, ვარაზბაკურის მშენებლობას. და ეხლა რა ხდება? ლევან ჭილაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ სვეტშიო იყო წარწერა ჩატანებულიო, ისეო, რომ არ გამოჩენილიყო. მერე დაინგრაო მე-5 საუკუნეში ეს ეკლესიაო, მერე არც აღდგენილაო და შესაბამისად წყალი არ გაუურავ, ეს არისო მე-4 საუკუნის წარწერა. და თან წარწერაში არის წეულაო. რომ აი წერიაო როი იწება ესეო, რაც თავისებურ ახსნა, მაზდიანურ ახსნას უკავშირებს და მერე წერია სატანანი და მერე ქრისტეფორე, კოზმა და ეს ჩამოთვლილი სახელებიო. კიდე სხვადასხვა სტრიქონები, რომელსაც ვერ კითხულობენ რა. და მე რო დავაკვირდი ეს სატანანი კი არ წერია. როიზატ ანანია, წინასწარ დაკვირვებას გეუბნები რა. და თვითონ მე აღმოჩნდა რა, მე 2020 წელს გამოქვეყნა თუ არ ვცდები ნოდარ ბახტაძის და მის თანაავტორების კვლევამ დოლოჭრობზე, ჭაბუკაურზე. ამბობს, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიო ჩვენ ფრთხილად ვიქნებითო, რომ ლევან ჭილაშვილის მოსაზრება გავიზიაროთ, იმიტომ რომ ეს ქვაო მოგვიტანა იქ ორმა მუშამო, იქ რომ მუშაობდა და ეს ზეპირად გითხრა რომ იქ ვიპოვებ რა. ანუ სვეტში იყო ჩატანებული პირიცაით იყო და ასე შემდეგ, არ ჩანს. თან ამ ბოლო გამოკვლევაში წერია, რომ იმ ადგილზე მე-5 საუკუნეში მიწისძვრით რომ დაინგრა ეს ეკლესია, პატარა სამლოცველო მაინც მოეწყო. ანუ უახლესი კვლევებით ეს წარწერაც არ დასტურდება, რომ მე-4 საუკუნის არის. პალეოგრაფიულად მე უფრო გვიანდელი მგონია, შეიძლება მე-8-9 საუკუნე დავათარიღო. ეხლა პალეოგრაფიაზე ხშირად ვახსენებ, როდესაც წარწერას არ აქვს თარიღი, ჩვენი ძულებული ვართ ის დავათარიღოთ თუ მეფე იხსენიება ან ცნობილი პირი ვინც ვიცით როდის მოღვაწეობდა კი ბატონო. აი ბუნლისისიონი იმიტომ არის, რომ აი ბეჭედი დასვა რაღაც თვალსაჩინო, იმიტომ რომ პერუზია ნახსენები შიგნით, ხო? იქაც ქართული მეფე კი არის პერუზია ნახსენები. როდესაც ეგეთ ფუფუნება არ აქვს. ძულებული ვართ დავათარიღოთ პალეოგრაფიულად და ხანდახან პალეოგრაფიაში ისეთი ეტაპები არის, რომ დამწერლობა იცვლება, ხანდახან აი 100 წელი პირობითად ხდება ისეთი დამწერლობით, მერე სხვა სახეს იღებს. ხანდახან 200 წელი და ხანდახან 300 წელიც კი გვიწევს, აი განსაკუთრებით ფრესკული წარწერები როცა არის, ფრესკული წარწერის დანიშნულება არის, რომ რაც შეიძლება ლამაზად იყოს გამოყვანილი და მაგას ყოველთვის ცდილობდნენ რა აქვს მნიშვნელობა, ცუდი პერიოდი იყო ქვეყნისთვის თუ კარგი პერიოდი, შეიძლება 500 წელზეც გაიწელოს, მაგრამ იქ უკვე წვალება გვიწევს და ეხლა პალეოგრაფიულად რასაც უყურებ, ის წარწერა შეიძლება შექმნილი იყოს საერთოდ ერთ დღეში. მაგრამ ჩვენ სხვა ის რო არ გვაქვს ვათარიღებთ 200 წლით შეიძლება არა, იმიტომ რომ მეტის ფუფუნება არ გვაქვს რომ შევავიწროთ რაღაც პალეოგრაფიულად და აი მე ლევან ჭილაშვილმა საერთაშორის რუსთავში აღმოჩენილი 4 წარწერაც ნეკრესის წარწერების მიხედვით გადაათარიღა და ისინიც ქრისტიანობამდელ პერიოდს მიაკუთვნა. იმის თქმა მინდა რომ ეს ლევან ჭილაშვილის დაკვირვებები რომ პალეოგრაფიულადაც და არქეოლოგიურადაც რომ დასტურდებოდეს, ეს იქნებოდა ისა რა ქვია მართლაც რომ დიდი აღმოჩენა, თავდაყირა დაყენება მოსაზრებების რაღაცა და ამას მივესალმები, მე კიდევ ერთხელ მივევებ, როდესაც საქმე ეხება მეცნიერებას, ისტორიას, მე არ ვარ სუბიექტური, მე ძალიან ობიექტური ვარ და აი მესტრო მასშტაბზეც ვიტყვი კიდევ ერთხელ რომ ის საპირისპირო ცნობები თვითონ წყაროშივე რო არ იყოს და რედაქციული წინააღმდეგობანი მე არაფერს პრობლემას ვერ დავინახავდი რომ მას შეექმნა ქართული დამწერლობა თავის დროის უდიდესი მწიგნობარი იყო მაგრამ თვითონვე უარყოფს ამ ყველაფერს ხო ასე რომ ამ შემთხვევაში ნეკრესის წარწერების სიძველე კი არ მაღიზიანებს ან რუსთავის წარწერების სიძველე კი არ მაღიზიანებს არ დასტურდება და ახლა მეცნიერებაში უპირველეს ყოვლისა უნდა გამყარდეს რაღაცა და მით უმეტეს არ მსიამოვნებს, როდესაც სურვილებზე არ არის დამოკიდებული მეცნიერება, ეს უნდა ზოგადად გავიაზროთ. და უკვე ტირაჟირება რო ხდება, ამისი და ცოტა უფრო კატეგორიულად ჩვენი სფერო არ არის ისეთი, რომ კატეგორიული იყო, ხომ? ამის ტირაჟირება რო ხდება ისე, რომ აი რაღაცა
არ არის ასე ცუდ შედეგებამდე მივყავართ მე უფრო short distance-ის პირობებში. კი, მაგას მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი ამდენჯერ დავიწერეთ თქვენ ყველაფერზე ზახტო ალბათო სავარაუდოდ და მეტი ვარიანტი არ არსებობს. სხვა შემთხვევაში მოგატყუებთ. ანუ პრობლემა იმაშია, რომ როდესაც ისტორიკოსი რაღაცაზე მსჯელობს და აქვს ეს არგუმენტაცია მოყვანილი, ხო? ის მაინც არის ინტერპრეტაცია, რომელიც ეფუძნება რაც შეიძლება უფრო ლოგიკურ ანალიზს, ხო? და შესაბამისად ახლა იქ ჯობია რომ გამოიყენო ისეთი ტერმინები, რომელთაც უბრალოდ კი არ ეუბნები, რომ აი ეს 100%-იანი ასეა, ეს რაღაცა დოგმატური ის არ აქვს ისტორიას. ისტორია არის ინტერპრეტაცია თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში, ამიტომაც აი ამიტომ ვიყენებთ ხოლმე ჩვენც რომ აი სავარაუდოდ ასეა, ალბათ ასე იყო და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ დაზუსტებით 100%-ით გვიან ანტიკური და ანტიკური ხანის საკითხებზე, ფაქტებზე, ეგ კი არა, რამდენიმე წლის წინ მომხდარ მოვლენებზე არსებობს 1000-ნაირი ინტერპრეტაცია და ზოგჯერ შეიძლება წყაროები არ გეყოს რაღაც სათქმელად და ასე რომ გაითვალისწინეთ ეს, რომ უბრალოდ ისტორია არ არის მაინც და მაინც ის, რომ აიღო პირდაპირ რაღაცა და თქვა, რომ ეს ასეა, ეს ამ წელს მოხდა, ის იმ წელს მოხდა, ასე არ ხდება. ეგ კი არა, საქართველოს აი ქართლის გაქრისტიანების თარიღზეც კი დღემდე ამაზე არსებობს სხვადასხვა შეხედულებები და პოლიტიკურიც არის გარკვეულწილად ხოლმე ეს საკითხი ხანდახან. ასე რომ ეს არის ზუსტად იგივე თემა აქაც. აქვე ვახსენებ, ეს არის ჩვენ სპონსორი კეტოგენი, რომელმაც ესეთი შესანიშნავი პროდუქტი შემოგთავაზა Brain Optimizer-ი და ეს არის საკვები დანამატი ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, პროდუქტიულობას აუმჯობესებს და მე პირადად ენერგიისთვის ვიყენებ ხოლმე ვარჯიშზე, ასე რომ ვინც ვარჯიშობთ განსაკუთრებით გესიამოვნებათ მისი გამოყენება. ახლა მე მინდა რომ შევეხოთ კიდევ ერთ დეტალს სანამ გადავალთ წარწერებზე. ეს არის გრაკლიანის და დმანიში ნაპოვნი წარწერები. ხშირად ხდება ხოლმე ეს განხილვის საგანი, იმიტომ რომ შეიძლება ხა ჩვენთან არ ვიცი რატომ მიაჩნიათ რომ ეს არის ასომთავრულთან დაკავშირებული ზოგადად ხო ვინაიდან ეს არის საკმაოდ უცხო რაღაცა რომელიც თავის დროზე ან გრაკლიანის წარწერას და ასევე შემდგომში კიდევ იყო ხო რამდენიმე აღმოჩენა დმანისში ხო აღმოჩენილი წარწერები რომელშიც მე მაქვს საკითხული იგივე გორდეზიანის სტატია ლევან გორდეზიანისა რომელსაც აქვს შედარებული ასონიშნები ფინიკიურთან მათ შორის და არის ზოგიერთი ასონიშანი რომელიც ფინიკიურს ემთხვევა ზოგიერთი უცხოა ხოლო გრაკლიანზე ბევრი სხვადასხვა მოსაზრება მაქვს მოსმენელი ხა მე არც ეპიგრაფიის და არც პოლიგრაფიის სპეციალისტი არა ვარ უბრალოდ ვკითხულობ ხოლმე რაც იწერება რა ისტორიოგრაფიაში შესაბამისად ჩემი ცოდნა ეფუძნება ხოლმე ამ შემთხვევაში ამას და აი რა შეგვიძლია ვთქვათ მასზე იგივე თუნდაც გრაკლიანის აღმოჩენაზე რამდენად შეიძლება რომ ვთქვათ თუნდაც დამწერლობა იყოს უკავშირდებოდეს ასომთავრულს და რას უნდა ნიშნავდეს დმანიში ნაპოვნი წარწერები ან რას უნდა ეკუთვნოდეს ეს ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხა რომ აი ლეონტი რო ამბობს რომ მრავალი ენა იზრახებოდა ქართლშიო ეგ მეცლად სიმართლე არის ხო იმიტომ რომ ფაქტია რომ არქეოლოგია ადასტურებს რომ უძველეს პერიოდშივე საქართველოში რაღაცა დამწერლობა გამოიყენებოდა ეხლა გრაკლიანით დავიწყოთ ხო ეს არის ყველაზე ესეთი პოპულარული ესე რომ ვთქვათ კი რამდენიმე წლის წინ აღმოჩნდა ვიცით გრაკლიანი ეს არის იგოეთთან არის ესეთი გორაკი არქეოლოგიური ობიექტი აქ ცნობილი იყო კაიხნის ადრე და აღმოჩნდა ესეთი რამდენიმე სხვათაშორის ერთი არ არის რაღაცა საკურთხევლის მსგავსი რაღაცა ნაგებობა და მის ძირში არის ისეთი გამოსახულებები რომელსაც რაღაცა არც ჩუქურთმა არის არც სიმეტრია არის არც არაფერი და თავიდანვე რა თქმა უნდა ეჭვი გაჩნდა რომ ეს უნდა იყოს რაღაცა დამწერლობის ნიმუში ვახტანგ გლიჩელი მუშაობს ამაზე და როგორც ვიცი ერთ-ერთი ძალიან ცნობილ არამეული დამწერლობის სპეციალისტთან თანაავტორობით მისი მოხსენებაც დავესწარი მის მოხსენებასაც დავესწარი ერთხელ სტატიაც გამოქვეყნებულია და ესეთი რაღაცა არ ვიტყვი დაასკვნებს ყოველ შემთხვევაში ესეთი ვარაუდი არის რომ გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი ეს მოდი წარწერები დავარქვათ მაინც ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნით თარიღდება და არის პროტო არამეული დამწერლობის ნიმუშები. ესეთი არის როგორც ვიცი რამდენიმე სირიაში და სხვადასხვა ადგილებში აღმოჩენილი და ეს თუ არ ვთქვი ყველაზე ადრეულ სახეობას წარმოადგენსო ესეთი მოხსენებიდან ესე მახსოვს. ხო, აი მე გავიგე სიმართლე გითხრა ვეღარ მევადევნე მაგას თვალყური რომ მე გავიგე რომ თითქოს საბოლოო ჯამში მაინც უარყო რომ ეს პროტო არამეული, ანუ დამწერლობები როგორ არის ხო თავიდანვე ანბანური არ ყოფილა, იყო რაღაცა ხაზოვანი, იყო მერე იეროგლიფური, ანუ რაღაცა ჩიტი შეიძლება კუ რაღაცა ასოს ნიშნავდა, ლურსმული, ანბანურის წინარეხა სახეობები, მერე ანბანური და ასე შემდეგ. ეგ იყო საერთო ჯამში ყველა, ხო? და
ესეთი ვარაუდი იყო ყოველ შემთხვევაში და შეიძლება ეხლაც არის რომ არის პროტო არამეული დამწერლობის ნიმუში რომელიც სხვაგანაც ხდება თუმცა ეს არქეოლოგიურად მგონი ყველაზე ადრეულ პერიოდში დათარიღდა. რა თქმა უნდა ამას მოყვა უამრავი ამაზეც ბოლოში ვისაუბრებ ჯობია გრაკლიანის შემახსენე უბრალოდ. ხო, შემდეგ მნიშვნელობით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დმანისთან აღმოჩენა, ეს დმანისი არის გულისხმობა მანამდე ნაქალაქ არის. დმანისი მთელ მუნიციპალიტეტს ქვია და იქ არის ესეთი პლატო სადაც ტბები არის და იმ ერთ-ერთ ტბასთან აღმოჩნდა თუ არ ვცდები ნასახლარია და აღმოჩნდა ესეთი ქვის ფილა და თუ არ ვცდები პანდემიის პერიოდში აღმოჩნდა ძალიან გაგვიმართლა რომ არ დაიკარგა ან არ გასხვისდა. დღეს არის თბილისში როგორც ვიცი მედიცინის მუზეუმში მისი დირექტორი ძალიან დაინტერესებულია ისტორიით და მედიცინის ისტორიით და ღმერთმა გაუმარჯოს მასთან არის საბედნიეროდ დაცული. ზოგადად ეგეთი აღმოჩენის შემდეგ მთელი ქვეყანა იმაზე ფეხზე უნდა დამდგარიყო და კონკრეტული ადგილი უნდა გადაეთხაროთ რომ მსგავსი რაღაცა კიდე აღმოჩენილიყო, სამწუხაროდ ესე ჯერჯერობით არ მომხდარა და დღეს მიმდინარეობს მისი შესწავლა რამდენადაც ვიცი და ესეთი კვლევა დასკვნა ჯერჯერობით გამოტანილი არ არის, მაგრამ ფაქტი არის რომ ეს არის ძველი წელთაღრიცხვის პერიოდის უნდა იყოს ნამდვილად, არის 40-მდე ასონიშნავია თუ არ ვცდები და უმრავლესობა თუ არ ვცდები სულ რამდენიმე არის რაც ახსენე შედარებული და უმრავლესობა არის უცნობი. ანუ ფაქტი არის რომ გამოვლინდა საქართველოს ტერიტორიაზე უცნობი დამწერლობის ნიმუში. და ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ მაგაზეც გადავალ მე რატო ხო, კიდე არის ლურსმული დამწერლობებიც უნდა ვახსენოთ, ახლა თვითონ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, არ არის აღმოჩენილი ლურსმული დამწერლობა, თუმცა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ერუშეთში და არტანში თუ ყოლას ეკუთვნის, პალაკაციო რო არის ჩილდირის ტბა, ორი წარწერა არის ლურსმული, ეს არის ურარტუს მეფეების ლაშქრობის სამსახველი ტექსტები. ანუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ გინდა თუ არა ლურსმულს იყენებდნენ ძველი ქართველები და ქართველური ტომები და რაღაც ეს მერვე საუკუნე არის ქრისტეს შობამდე. მაგრამ აი ფაქტი არის რომ საქართველოს აი ძველ ტერიტორიაზე ლურსმული წარწერლებიც არის ორივე კლდეზეა შესრულებული. ხო და ნუ არის რა თქმა უნდა არამეული დამწერლობა, არის კიდე რაღაცა ისეთი დამწერლობა, რომელიც თუ არ ვცდები დასავლეთ საქართველოში გამოიყენებოდა, უბრალოდ აი გამიგია რომ რაღაცა კოლხურ დამწერლობას აბრალებენ რაღაცა, მაგრამ ეს არ დასტურდება. არის რაღაცა მსგავსი, რომელიც გამოიყენებოდა. ფაქტია რომ საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან გამოიყენებოდა კონკრეტული დამწერლობები, მაგრამ რატო ხდება ახლა დაკავშირება ასომთავრულთან? აი ამ დავათის სტელის გამო, ქებაიდა დიდებაი ქართული საინისა, ესეთი ძეგლი როა მე-10 საუკუნის ივანე ზოსიემეს, სადაც ქართულ ენას უფრო ესეთი მესიანისტური და ეს მისია აქვს შეძენილი. ეს არ მოგწონს ხო ქართველებს რომ ანუ რამხელა ისა გვაქვს რა ქვია გონორი რომ მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე იმას შეიძლება მსმენელი მორწმუნე ადამიანი გამიბრაზდეს მაგრამ ბოდის უხდი მას და იქ ნიშიც აგვაქვს ხევში რომ აი აქედან უნდა დაიწყოს მეორედ მოსვლა ზოგადად სოთეშ ერთ მეგობარი მეკითხებოდა რომ ყველაერსო აქვსო რაღაცა მისიაო რა აი აირჩია ეს მისიაო და ზოგს აქვს რაღაც სხვა ქვეყნის დაპყრობაო ძველი დიდების აღდგენაო რაღაცა იერუსალიმი ისაო და ჩვენ რა გვაქვს რა და მარტივია მეთქი მეორე მოსვლა მეთქი ანუ ერთ სული გვაქვს მეორე მოსვლა იყოს რომ მთელი დედამიწა ქართული ენით განიკითხოს ანუ მთელი ჩვენი დღევანდელი იდეოლოგია მოვარგეთ აპოკალიფტიკას, რომ იქ ათონიშთა რო დაიძირება ღვთისმშობლის ხატი თავისით წამოვაივერის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში, ესე იგი მეორე მოსვლა ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგავს და ბოლომდე, ანუ მთელი ჩვენი დღევანდელი იდეოლოგია მოვარგეთ მეორე მოსვლას და რომ ბოლო ჟამს მაინც ჩვენ გამოვჩნდებით ყველაზე ესეთები, ხო, საზეპურო ერი. ხო. და ბუნებრივია მე მანამდეც უბრალოდ ქართული დამწერლობაც შეუთავსეთ ამ ყველაფერს. ხა გრაკლიანზე გამიგია, გრაკლიანი რო აღმოჩნდა, ეგრევე დაიწყო რაღაცა ლექციები ვიღაცები ატარებენ, რომ აი ესასო უნდა იყოს დონის წინამორბედი ისა და ეს რაღაცა ფევსტოს დისკოს რო არის ძალიან ცნობილი მსოფლიოს აღმოჩენა, მეგრულად იშიფრება ხანდახან. ხო. მეგრული ტექსტი ამოდისო გრაკლიან გორაზე ის თქვეს რომ გრაკლიანი რატო ქვიო გრაალი არის იქ დაცულიო და გრაკალი ახლა მცენარე არა და იმ გორაგზე ეგ მცენარე იზრდება და ახლა კონკრეტულად არ შემთხვევაში დმანისის აღმოჩენაზე ჯერ არ გამიგია მსგავსი თეორიები მე არც გავიგებ მაგრამ როგორც ვიცი მიმდინარეობს მის შესწავლა და ძალიან მოველით ამ ყველაფერს და მით უმეტეს აი ქებაიდა დიდებაიმ უფრო აბლად გასახანი მისცა ეგეთ თეორიებს ახლა აი გაცინე მაგაზეც Facebook-ზე შემხვდა რაღაც პერიოდის წინ რომ ქართული დამწერლობის საიდუმლოება ამოიხსნაო. ალბათ უკვე მე 50-ე ეთეჩი. დნმ-იო
რომ დაშალო 37 რაღაც ერთეულად იშლებაო. ქართულ ამწერლობაში რამდენი არისო? 37-იო. შესაბამისად, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, გაშიფრესო დნმ დაშალესო და ყველა ასო მიუსადაგეს ამ ნაწილაკსო. წიგნი გამოსცა მაგაზე ავტორმა და სიმბოლურად 37 ლარად გავყიდიო ამას. ეს 3-37 და ამგვარი. და არის ამაზე თეორიები ისიც რომ იყო სახიობი შუმერებზე რომ მუშაობდა ქაფიანიძე. რომ ანუ ქართული დამწერლობა იგივე შუმერული არისო და ყველაზე ძველი დამწერლობა ჩვენ სამყაროში და რაღაცა ზოგი უკვე კოსმოსში ეძებს ქართულ დამწერლობას რაღაცა და ну მარტივი ამოსახსნელია ეს ყველაფერი. უბრალოდ აი ლოგიკას ვერ ხედავ ხოლმე რაში რომ თქვათ, აი ყველაფერს ხაზე გადაუსვი და დაუშვით რომ მართლა ჩვენს დამწერლობაში ამბანში რაღაც კოსმოლოგიური შიფრი და ისაა ჩადებული, ხომ? აი სულ მახსენდება ის რო არის შავი პანტერა რო არის იმისი კომიქსების სამყაროდან ფილმის ხო არის უკვე მაგაზე. რომ არის ესეთი აფრიკული ქვეყანა ვაკანდა, რომელიც არის ძალიან განვითარებული ტექნოლოგიურად, მაგრამ რაღაცა უხილავი ფარით იცავენ თავს, რომ თელმა სამყარომ არ გაიგოს, თელი სამყარო აღიქვას როგორც ჩვეულებრივი რიგითი მესამე სამყაროს აფრიკული ქვეყანა. და რეალურად მას აქვს უდიდესი რაღაცა ტექნოლოგია, რომელთაც ისინი ბოროტებას ებრძვიან და დედამიწას იცავენ ბოროტებისგან, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის კომიქსი, რაღაცა ცოტა ბავშვური, ზღაპრული, ხა მე დიდად არ მიყვარს ეგეთი სამყარო, მაგრამ ლოგიკა არის მაგაში ხვდები, რომ რატომ მალავენ ისინი ამ და მერე გამოაჩენენ საბოლოო ჯამში. რატომ მალავენ ამ უდიდეს განვითარებას და იმას, იმიტომ რომ ბოროტმა არ გამოიყენოს, რაღაცა მონოპოლია ქონდეთ ამაზე და სიკეთას თვითონ ებრძოლონ და ჩვენ თუ დნმ გავშიფრეთ, ავიც ქრისტეს შობამ და მერვე 1000 წლეულში არ ვიცი. რაში გამოვიყენოთ ეს ცოდნა? არაფერში არ ჩანს, ხო, პირამიდები გვაქვს, არც არაფერი. მოკლედ 1000 თეორია არის, რომელსაც ახლა აღარ განვიხილავ. მოიცა, ახლა პირამიდებზე ეგრე მარტივად ნუ იტყვი. მართალი ხარ ბოდიში. მე წაკითხული მაქვს, რომ უბრალოდ დააკვირდეთ, ეს განი ყვასწნილი, თორე სავსეაო საქართველოს პირამიდებით, უბრალოდ დააკვირდეთ. ამიტომ ყურადღებოთ უნდა დააკვირდე ხო. მე ბოდიში აი მე ეპიგრაფიკაში ძლიერი ვარ პირამიდებში ნაკლები. და ესე კარგ ნოტაზე დავასრულოთ იმ ხრივ, რომ კარგად მიდის ჯერჯერობით საქმე ამ ხრივ. C14-ის კვლევა, მისი პრინციპები ვახსენე უკვე და არის ესეთი გერმანელი ქართველოლოგი იოსტ კიბერტი, რომელიც ზოგ ქართულ ტექსტებზე მუშაობს, ხელნაწერებზე მუშაობს და რაღაცა დიდი პროექტი აქვს, რომელიც ეძღვნება კავკასიაში ზოგადად წერილობითი ძეგლების დამწერლობის და იმის გავრცელებას ლიტერატურაში რა, ინგლისურად რაც არის და აი ამ კვლევის ფარგლებში 2024-25 წლებში ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. პალიმპსესტი არის ესეთი ხელნაწერის სახეობა, როდესაც მას მსმენელს წაშლიან ხოლმე ერთ ტექსტს და მეორეს გადააწერენ ზედ. პირობითად აი მე-6 საუკუნეში მე გადამწერი ვარ და დავწერე ტექსტი. საეკლესიო დანიშნულების ტექსტი, ხო? გავიდა რამდენიმე ასწლეული, შეიძლება 300, 500, 1000 წელი. და არის მეორე მწიგნობარი, რომელსაც სჭირდება საწერი მასალა ეტრატი, ну არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ეტრატზეა დაწერილი, ანუ ტყავზეა დაწერილი. არ აქვს შესაძლებლობა, ანუ უბრალოდ ვფიქრა, რომ მოდი ეს ტექსტი აღარაფერში აღარ გვადგება, რამდენელი არის და მოდი გადავშლი ამ ძველ ტექსტს და ახალს გადავაწერ. რამდენადაც ცუდი არის ეგ პრაქტიკა, რომ ძველი ტექსტი, იმდენად კარგი არის, იმიტომ რომ შემორჩა ეგეთი ტექსტები ჩვენამდე და დაახლოებით 5000 ფურცელია, რამდენადაც მე ვიცი, პალიმპსესტური. რომ არის აი თუ პირობითად მე-11 საუკუნის ტექსტი, მაგრამ რო დააკვირდე, ჩანს ქვედაფენაც და ნუ ულტრაისფერ ტექნოლოგიას თუ გამოიყენებ ინფრაწითელს და ესე. და იგიც ხო იმასაც. ხო, ძალიან რთული არის, ერთადერთხელ მიმუშავე ძველ საბუთი არის და პალიმპსესტი არის და აი თავი ამ კიდე ყოველ ძალიან რთული საქმე არის, მაგრამ სხვათა შორის კარგად მიდის ამ კვლევის საქმე და ერთადერთი წიგნი არის, მაგასაც მოუხვები არის ისა გრაცის ლექციონარი ქვია. გრაცი არის ავსტრიაში ქალაქი, სადაც უნივერსიტეტი არის. შტურმი რო ყავს გუნდი. ხო, მართალი ხარ. და ლექციონარი არის ესეთი ტიპი წიგნი, სადაც გამოკრებილი არის ძველი აღთქმიდან კონკრეტული საკითხავები და გამოიყენებოდა ლიტურგიკისას რა. ლექციონარი და ნუ არის ცნობები, რომ მე-5 საუკუნეში ითარგმნა. გრაცის ლექციონარი არის ერთადერთი წიგნი, ესეთი შემორჩენილი, რომელიც არ არის პალიმპსესტი. ანუ, როდესაც ის გადაწერეს ადრეულ შუა საუკუნეებში, ადრეულ ქრისტიანობაში, რატომღაც შეინახეს ეგრევე, ანუ აღარ გამოიყენეს პალიმპსესტა. დანარჩენი რამდენადაც მე ვიცი, სულ პალიმპსესტები არ არის, ესე ცალკე შემორჩენილი. გრაცის ლექციონარი ძალიან საინტერესო ისტორია და შემდეგ პოდკასტში ამაზე ვისაუბრებ, ანუ ძირითადი სამწერლობო და მთარგმნელობითი საქმიანობა გაჩაღდა წმინდა მიწაზე, ქართველების. და იქ საბაწმინდის ლავრა არის ძალიან ცნობილი მონასტერი.
დიდი კოლონია იყო ქართველების, ქართულ ხელნაწერებს ქნიდნენ, მთელი სამწიგნობრო კერა იყო, მერე საქართველოში აგზავნიდნენ და აი ტიპიკონის ქართველების თავარი ტიპიკონი იყო იერუსალიმური, იგივე საბაწმინდური, ასე შემდეგ. გრაცის ლექციონარიც შეიქმნა იქ და შემდეგ უკვე არაბების შემოსევების გამო ქართველი კოლონია, ეს ბერების კოლონია უსაფრთხოების გამო წავიდნენ სინას მთაზე. იქ შეაფარეს თავი, ივანე ზოსიმეც ეგრე არის სინაზე მოღვაწეობს. იქ იყო დაცული ეს ქართული კოლექცია, დღემდე არის ძალიან დიდი კოლექცია დაცული და გრაცის ლექციონარიც იქ იყო დაცული. მერე მე-19 საუკუნეში ჩავიდა ერთ-ერთი ავსტრიელი მხატვარი, რომელიც საკმაოდ უნიჭო მხატვარი იყო, იმიტომ რომ თავს ასაღებდა. ავსტრიელი მხატვარი მე ერთი ვიცი სხვა. ხო, რაღაცა ცუდი ხაზი აქვს. იმასაც უთხრეს რომ უნიჭო ხარო ისე. საბედნიეროდ ეს შემოიფარგლა ხელნაწერების მოპარვით. ის იპარავდა ესე თავს ასაღებდა მომლოცველად რაღაცა, იპარავდა ამ ხელნაწერებს და მერე ამ სიძველებს ყიდდა სხვადასხვა ადგილას და როგორღაც ეს აღმოჩნდა, ჰუგო შუხარტი იყო ქართველოლოგი ავსტრიელი. მის ხელში აღმოჩნდა ეს ხელნაწერი, ნუ მიხვდა რომ ერთ-ერთი უძველესი პალიმსესტი არ არის, როგორ გაუხარდებოდა ადამიანს. სამწუხარო და ისა აკაკი შანიძესთან ერთად შეისწავლა, მერე გარდაიცვალა და ამ გრაცში დარჩა დღემდე ეს ქართული ხელნაწერი, ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერი. ხანმეტი არის თან, ანუ ეს ხანმეტობაც დაფიქსირებულია იქ. და აი ამ პროექტის ფარგლებში, ამ იოსტ კიპერდის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 20 ძალიან მნიშვნელოვანი პალიმსესტის და აი ამ გრაცის ეტრატის C14-ით შესწავლა მოხდა. ანუ მოხდა რაღაცა პატარა ნაწილაკის დანახშირება და დადგინდა თარიღი. ეს გრაცის ლექციონარი ვიცოდეთ რომ იყო სადღაც მე-7-მე-8 საუკუნეებში. სადღაც ყველა ხელნაწერ წიგნს ჰქონდა ანდერძე, ანუ ვინ შექმნა, როდის, ვისი დაკვეთით, ასე და ძირითადად ან პირველ გვერდზე იყო, ან ბოლო გვერდზე და წიგნი როდესაც იფურცლება, აი ეგ გვერდები იკარგება სამწუხაროდ და ბევრი ხელნაწერი გვაქვს ესე დაკარგული და ზოგადად ვათარიღეთ. შესაბამისად, აი ამ ხელნაწერსაც პალეოგრაფიული მონაცემებით მე-7-მე-8 საუკუნეებით თარიღდებოდა რა. ამ კვლევით აღმოჩნდა, რომ მე-5 საუკუნეშიც კი შეიძლება ჩავიდეს ეს ხელნაწერი. და სხვა ხელნაწერი ჩვენთან ხელნაწერთა რომცენში არის დაცული ერთი სახარება, თუ არ ვცემი მე-13 თუ მე-14 საუკუნის სახარება, მაგრამ პალიმსესტი ეგეც. და იმის ნიმუში აღმოჩნდა ყველაზე ძველი ამათ შორის არის აი 411 წლიდან 428 წლამდე არის შექმნილი. და პიკებიც არის შიგნით და რაც ვახსენე. ანუ რისი თქმა მინდა რომ ხელნაწერი წიგნებიც რაც გვაქვს იმაშიც ჯერჯერობით აი C14-ის კვლევით, მანამდე რომ პალეოგრაფიული სხვა პერიოდი გვეგონა C14-ის კვლევამაც კი სავარაუდოდ მე-5 საუკუნეში ჩაიტანო. შეიძლება მე-5-მე-6 საუკუნეები, რადგან ძალიან ზუსტ თარიღს არ გვაძლევს. ხო. ეს ხელნაწერებიც ისე გადათარიღდა, რომ აი ეხლა რო ახსენე 5000 არის, ნუ შეიძლება უფრო ძველიც აღმოჩნდეს, მაგრამ აი განსაკუთრებულა ეხლა ისე ხო არ შეარჩევდნენ შემთხვევით რომ მოდი ის იყოს 20 რაღაცა გამორჩეული ხელნაწერი შეარჩიეს პალიმსესტი, მოხდა C14-ით შესწავლა და დაიდო შედეგი, რომ აი მე-5-მე-6 საუკუნეები და შემდეგ იწყება ქართული მწიგნო, რაც კი არის შემორჩენილი. ასე რომ ჯერჯერობით ჰუმანიტარული მეცნიერებებიც და ესეთი ტექნოლოგიური მეცნიერებებით ჯერჯერობით მე-5 საუკუნეზე ადრე არ ჩააქვს ქართული დამწერლობის ნიმუშები. ანუ მე ვამბობ ნიმუშებს და არ შეიძლება მე-3 საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ ნიმუშები მე-5 საუკუნეზე ადრე ჯერჯერობით არ ჩადის. მე ესეთ რაღაცას გავაკეთებ ახლა სმენელს, ვეთქვი, რომ ამ თემით ამ პირველ ეპიზოდს დავამთავრებთ და მეორე ეპიზოდი მთლიანად იქნება ქართულ წარწერებზე, საინტერესო წარწერებზე განსაკუთრებით, რომელზეც ბევრ ახალ ამბავს გაიგებთ და ასევე ამავე დროს ბევრს იხალისებთ კიდევაც რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო წარწერა გვაქვს. არ დაგავიწყდეთ პოდკასტის მოწონება, გამოწერა. მადლობა ნიკას ამ საინტერესო საუბრისთვის და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, რომელიც ქართულ წარწერების შესახებ იქნება.